საღამომშვიდობის. Თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. წითელი ხაზები გადალახული. თუ რატომ დავარქვი ასე, ამას რა თქმა უნდა, გადაცემის მსვლელობისას მივხვდებით. წინ დიდი სამუშაო გველოდება. უпростоრად მე მელოდება სამუშაო, თქვენ გველოდებათ რა თქმა უნდა დატვირთული გადაცემა, დატვირთული პრობლემებით, დატვირთული იმ ვითარებით, რომელიც დღეს არის შექმნილი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მოდით ერთად გავიაროთ ეს დღევანდელი გადაცემა, თან დავფიქრდეთ იმაზე, სად არის გამოსავალი და რა უნდა ქნას ან ქართველმა ხალხმა, ან კაცობრიობამ საერთოდ ერთად აღებულმა. მოდით დავიწყოთ 26 მაისით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ბატონო პრეზიდენტო, თავდაცვის ძალების უმაღლესო მთავარსარდალო, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა საზეიმო ღონისძიებაზე მოწყობილია. თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი მათიაშვილი. გამარჯობა ბატონებო. თავისუფლად. საქართველოს სახელმწიფო დროშა. დედაქალაქის მთავარ მოედანზე ეროვნული დღის აღნიშვნა ეროვნული სიმბოლიკის დროშის აღმართვით დაიწყო. 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე სახელმწიფოებრიობის მთავარ სიმბოლოს ყველა სტუმარი პატივით და დუმილით ხვდება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ჩემი ხადია სამშობლო საფრთხელი ქვეყანა. 107 წლის წინ გამოცხადებული და 34 წლის წინ აღდგენილი დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე წელსაც ყველაზე ემოციური წვევამდელების ფიცი იყო. მე საქართველოს მოქალაქე, ბიძავ! კიცენ დაუდგე საქართველოს სადარაჯოზე. და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის. ღონისძიების კულმინაცია იყო მოიერიშე შვეუმფრენების გადაფრენა. ჩონგური საქართველოა წელს ამ სიმღერის ფონზე დახატეს თბილისის ცაზე. საქართველოს დროშა Mi-24-მა და Su-25-მა. მე წარმოგიდგინეთ რამდენიმე კადრი 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებული. ამ დღესთან დაკავშირებით მინდა თქვა ორი რამ. პირველი, ჩვენ ორჯერ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა გასულ საუკუნეში, მაგრამ დამოუკიდებლობა ჯერაც არ მიგვეღია. ეს ერთი. მეორე, სამხედრო შემადგენელი ამ დღეს ასაულზე. ზედმეტი ხომ არ არის. ზედმეტი დოზით ხომ არ არის. ან იქნებ საერთოდ არ არის საჭირო სამხედრო შემადგენელი, იმიტომ რომ თუ ზეიმის დღეა, თუ დამოუკიდებლობის დღეა, ეს აღნიშნოთ ისე როგორც ჩვენ გვეხერხება ქართველებს ლექსით, სიმღერით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს სამხედრო შემადგენელი, სამხედრო ავიაცია, სამხედრო თვითმფრინავები და ასე შემდეგ, ეს რას ნიშნავს, რას ვდებთ ამაში, რას ვაქვსოვთ ამაში. ვინმეს ვეუბნებით, ვინმეს ვუჩვენებთ, რომ ჩვენ უძლიერესი სახელმწიფო ვართ. მე მგონი უხერხულია ამის მტკიცება. მე მესმის, რომ სადღაც სტარდება სამხედრო აღლუმები, სამხედრო პარადები და იქ ნაჩვენებია ხოლმე, გამოფენილია უახლესი ტექნოლოგიები, უახლესი სამხედრო ტექნიკა, რომელიც მართლა შთამბეჭდავია და ვისვისაც შემაშინებელი უნდა იყოს, იმისთვის შემაშინებელიც არის. ამას აქვს თავისი დატვირთვა, თავისი ახსნა, თავისი განმარტება, მაგრამ ჩვენთან სამხედრო შემადგენლის ასე წინ წამოწევა არ მგონია რომ მაინც და მაინც გამართებული იყოს. ეს რაც შეეხება უშუალოდ აი ამ დღესასწაულის აღნიშვნას, მის ფორმას და შინაარსს. ახლა ამ დღესთან დაკავშირებით როგორი იყო დამოკიდებულება, თქვათ, როგორი იყო
გარე სამყაროს სხვა სახელმწიფოების დამოკიდებულება და ასე შემდეგ. აი ერთ-ერთი მოლოცვა, რომელიც ამ დღეს ქართველმა ხალხმა მიიღო. ჩვენს საერთაშორის მეგობრობა და პარტნიორობა ეფუძნება საერთო ფასეულობებს, დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვას. შეერთებული შტატები რჩება ერთგული პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ. ეს მარკო რუბიო გახლავთ. მარკო რუბიო უზარმაზარი ფიგურა ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციაში, ის გახლავთ სახელმწიფო მდივანი, რომელიც სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობებს ალაგებს და ამ ურთიერთობებს ხელმძღვანელობს. აი ამ კაცმა კარგია რომ მოგვილოცა დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ ნახეთ რა გააკეთა მან. მან მოგვილოცა ქართველ ხალხს, მაგრამ არ მიულოცა საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას. არც ახსენა. თითქოს ისინი არ არსებობენ. ამით რა თქმა უნდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და მთავრობას. არ აღიარებენ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ასე უნდა წავიკითხოთ ეს, იმიტომ რომ სხვა წაკითხვა ამას არ აქვს. რა თქმა უნდა ეს უხერხული მომენტია, ცუდი მომენტია, მაგრამ რეალობაა და ამ რეალობას გაგება უნდა ახსნა უნდა რატომ, რის გამო, რას გვერჩიან და რატომ გვექცევიან ასე. მარტო მარკო რუბიო არ არის, თუმცა თქვენ იცით რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის კამერტონი, ის განსაზღვრავს ტონალობას საერთოდ ამა თუ იმ ქვეყანასთან დამოკიდებულებისა. ამერიკის შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში მარტო არ არის, ევროპულმა სახელმწიფოებმა, კერძოდ საფრანგეთმა, გერმანიამ, პოლონეთმა მოგვილოცეს კი არა, უпростоრად გაგვაკრიტიკეს ამ დღეს. მოლოცვის ტექსტი, მოლოცვის სიტყვა საერთოდ არ იყო მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნახსენები. ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას და სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ თავდასხმებს. ვგმობთო. ეს გააკეთეს 26 მაისს. 26 მაისი ჩვენთან აღიარებულია და გამოცხადებულია საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ, ანუ საქართველოს უმთავრესი და უპირველესი დღესასწაულია. და აი ამ დღეს ეს ვაჟბატონები, აი ამ ჩამოთვლილი სამი ქვეყნის ლიდერები ასე იქცევიან, ამის უფლებას აძლევენ თავიანთ თავს. კი არ გვილოცავენ, არამედ გვაკრიტიკებენ. გვეუბნებიან, რომ თქვენ იქცევით ისე, როგორც არ უნდა იქცეოდეთ. ამის გამო ჩვენ გეუბნებით საყვედურს. ეს საერთოდ მიუღებელი ფორმაა, საერთოდ გაუგონარი ფორმაა, მაგრამ მათ ეს იკადრეს, მათ და სამწუხაროდ და ჩვენ და სამწუხაროდაც ალბათ. ახლა ვნახოთ როგორი რეაქციით დახვდა ამას საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში. ეტიკეტის ამბავია, რომ 26 მაისს ასეთი ტიპის განცხადება არ გაავრცელა. 26 მაისი არის საზეიმო დღე და საზეიმო დღეს, რა თქმა უნდა, მიღებულია საზეიმო წერილების. რა თქმა უნდა, ამაში ვერ გაამტყუნება ბატონ კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აბსოლუტურად სწორი შეფასება მისცა. ეს არის მიუღებელი გაუგონარი ფორმა დიპლომატიის ისტორიაში. მაგრამ ამასთან გვაქვს საქმე და აი ამას უნდა შევხვდეთ მზაობით, შევხვდეთ გაგებით, შევხვდეთ იმითი, რომ ავხსნათ, გავაანალიზოთ თუ რატომ და რის გამო ხდება ეს. სხვათა შორის ბატონმა კობახიძემ რამდენიმე დღის წინ ის გახდათ ალბანეთში, სადაც შეხვდა სხვადასხვა ლიდერს, მათ შორის საფრანგეთის ლიდერსაც, პრეზიდენტ მაკრონს, რომელიც ესაუბრა ბატონ კობახიძეს და თურმე იმ საუბრის შინაარსი და ამ მოლოცვის თუ კრიტიკის შინაარსი, როგორც სადამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან და ესეც აღნიშნა ბატონმა კობახიძემ. რაც შეეხება მაკრონს, მე რაც მითხრა მან ალბანეთში, არის თავისი არსის წინააღმდეგობაში იმ განცხადებასთან, რომელიც გავრცელდა. ხო, აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, არის ძალიან სერიოზული გავლენა ევროპაში. კი, მართალია, აქ
მარტო იმასთან არა გვაქვს საქმე, რომ ესენი ცუდი ადამიანები არიან, ცუდი ლიდერები არიან და მათ რაღაცა ან არასწორად ესმით, ან უბრალოდ არასწორად იქცევიან, იმიტომ რომ უნდათ ასე მოიქცნენ. არა, აქ სხვა რაღაცაშია საქმე. რაღაცის მსხვერპლი არიან ისინი, უფრო გლობალური პროექტის, რომლის წინაშეც თვითონ უსუსურები არიან. ანუ დამოუკიდებლობა მათ არ გააჩნიათ და ამიტომ იქცევიან ისე, როგორც იქცევიან. ამ თემასთან დაკავშირებით ბარემ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონ ბოჭორიშვილის განცხადებას მოვისმინოთ. თუნდაც კრიტიკა უნდა ამის შესაძლებლობა მათ ყოველთვის აქვთ, არიშურებენ ამისთვის სადისხმევას, ეროვნულ დღესასწაულის გამოყენება იმისათვის, რომ ნეგატიური დღის წესრიგი შექმნა ქვეყნის შიგნით, ნამდვილად არ არის მისასალმებელი. აი ასეთი სრულიად არასახარბიელო, უსიამოვნო, მეტისმეტად უსიამოვნო ვითარებაა შექმნილი აი ამ დამოკიდებულებაში დასავლეთისა ჩვენთან, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ასევე ევროპის მხრიდან. თუმცა უნდა ითქვას, რომ რაღაცა გარღვევის ელემენტები უკვე შემოდის. და ეს ელემენტები სხვადასხვა კონკრეტიკით არის გამოვლენილი და გამოხატული, მაგრამ აი მაგალითად დღეს აქ ამერიკის სენატორი ბრძანდებოდა, რომელსაც შეხვედრა ჰქონდა უმაღლეს დონეზე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინს შეხვდა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს, რეგიონში საქართველოს როლს და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ სტივ დეინსთან. განვიხილეთ საქართველოს ამერიკის ძლიერი პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ვისაუბრეთ ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტზე. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩემი მთავრობის მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ გადაიტვირთოს და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მკაფიო და ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუდანს ორივე ქვეყანას. საქართველოს რჩება სანდო პარტნიორად, რომელიც პარტნიორებს სტრატეგიულ შესაძლებლობებს და მრავალმილიონიან ძლიერ ბაზრებზე წვდომას თავაზობს. სენატორი დეინსი დღეს მიესალმა შესაძლებლობას, რომ შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რათა განეხილათ ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერება. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიისა და მის მიღმა მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში. მან მტკიცედ წაახალისა საქართველოს, რომ მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან, რათა წინ წამწიოთ ორმხრივი ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესები. აი ასეთი გახდათ ეს შეხვედრა და მე მგონი რაღაცა იცვლება. ისეთი პირი უჩანს, რომ რაღაცა აშკარად იცვლება და იცვლება სასიკეთოდ, ასე ვთქვათ. ამერიკის შეერთებული შტატები, მისი ახალი ადმინისტრაცია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვნახეთ 26 მაისს თუ როგორ მოიქცა მარკო რუბიო, აი მიუხედავად ამისა, მე მგონი უფრო მეტ კეთილგანწყობას იჩენს, ვიდრე ვთქვათ მარკო რუბიოს განცხადების შემდეგ იყო მოსალოდნელი და ეს არის რა თქმა უნდა მისასალმებელი. იმიტომ რომ დაძაბვა ურთიერთობისა ამ უზარმაზარ სახელმწიფოსთან, რა თქმა უნდა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში ხელს არ გვაძლევს და ეს არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ყველაფერში სინათლე იყოს შეტანილი. ყველაფერი თავის ადგილზე იდგეს. ყველაფერს ჰქონდეს პასუხი გაცემული. აი ასეთი ურთიერთობები თუ ჩამოყალიბდება, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია და ეს პირველ რიგში არის გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების ნომერ პირველი ლიდერისა, ბატონ დონალდ ტრამპისა. ჩვენ ამ გადაცემაში ვნახავთ, რომ დონალდ ტრამპიც უკვე განსხვავებულად იქცევა, უფრო კეთილგანწყობილებით, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ყველაფერი იმიდან, რაც ჩანდა და რაც იკვეთებოდა. მაგრამ მანამდე მოდით რამდენიმე საკითხი განვიხილოთ. პირველ რიგში მოვისმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი ამ სენატორის ვიზიტთან დაკავშირებით. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენს პრიორიტეტებზე. კიდევ ერთხელ აღინიშნა ძალიან მკაფიოდ, რომ საქართველო მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის და ამ ურთიერთობების შინაარსზე ორიენტირებულად წარმართვისთვის. სენატორის მხრიდან ძალიან ღრმა დაინტერესება იყო გამოჩენილი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს უყურებს როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას რეგიონში და არა
მხოლოდ რეგიონში, ეს ცალსახად იყო მისი მხრიდან ნათქვამი, არაერთხელ აღინიშნა, რომ ის კომუნიკაცია, რომელიც მოხდა პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მიდგომებზე, რაც ყალიბდება ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთან დაკავშირებით და ეს აისახება პოზიტიურად ჩვენ შემდგომ ურთიერთობების განვითარებაში. ყველაფერი სწორად არის ჩამოყალიბებული ქალბატონ ბოჭორიშვილის ამ ნათქვამში. იმედი სწორად არის გამოთქმული, ზომიერი ოპტიმიზმიც არის გამოთქმული და როგორც ჩანს, მართლა აი ამ ვითარებაში უნდა წარიმართოს დანარჩენი ყველაფერი. მაგრამ იყო მთელი რიგი სიძნელეები იმ დონეზეც კი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში აუდიენცია თხოვა ბატონ ბიზინა ივანიშვილს, მაგრამ მან ამაზე უარი მიიღო. ეს ამ დაძაბულ ვითარებაში კიდევ უფრო მეტ დაძაბვას ნიშნავს ვითარებისა, მაგრამ ამას აქვს თურმე ახსნა. ოღონდ ეგ ახსნა სწორად უნდა გავიგოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრია სპეკულაცია ამ ახსნასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრია სიცრუე, ძალიან ბევრია მიზან მიმართული გაყალბება იმისა, რა იყო ნათქვამი და რა როგორ იყო ახსნილი. ამიტომ ყველაფერ ამას ძალიან კარგად უნდა დავაკვირდეთ. ეხლა ნახოთ რა განმარტებები გააკეთა თვითონ ბიზინა ივანიშვილმა ამასთან დაკავშირებით. დღეს გავრცელდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22 მაისს უარი განვაცხადე ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მომესმინა. ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, რადგან საელჩომ ძალზედ კარგად იცის ყველა დეტალი, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული. ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. ამერიკის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეატყობინა, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა და მდივან რუბიოს გზავნილის გადაცემა, რასთან დაკავშირებითაც მე ღრმა პატივისცემა გამოვხადე, თუმცა შეხვედრაზე უარი განვაცხადე. აი ასე ფაქტი და დასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ბატონ ბიზინა ივანიშვილს თხოვა აუდიენცია, მაგრამ ბატონმა ივანიშვილმა უარი განაცხადა. მან არ მიიღო ელჩი. როგორც გითხარით, საკმაოდ დაძაბული სიტუაცია, საკმაოდ დაძაბული მომენტია, მაგრამ ყველაფერს აქვს ახსნა და ახლა ჩვენს წინ ბატონი ივანიშვილი შეეცდება, რომ ახსნას ის თუ რატომ მოიქცა ის ასე. ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განმარტე და ის კვლავაც უცვლელია. გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში შარშან ბატონ ობრაიანსაც უარი ვუთხარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემს მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზით თქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც განმომარტე. წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ ფორმალური სანქციები. ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს, მაგალითად, შვეიცარიული ბანკი იულიუს ბერი ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული. ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მეუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება თუნდაც განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ამასთან ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არა მხოლოდ ჩემს თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც. ეს არის უსერიოზულესი ფსიქოლოგიური მომენტი, რომელიც ახსნა ბატონმა ბიზინა ივანიშვილმა და მე ვფიქრობ, რომ სავსებით გასაგებად ახსნა, სრულიად გასაგებად. თუმცა ეს მას ადრეც უთქვამს და ქართველ ხალხს, რაღაც ნაწილს ქართველი ხალხისა, არ ვიცი, დიდი პატარაა ეს ნაწილი, გაუჭირდა ამისი გაგება, რა კომპლექსზეა საუბარი. ბატონი ივანიშვილი გვეუბნება, რომ მე, როდესაც პირადი პრობლემები მაქვს, როდესაც დასანქცირებული ვარ, როდესაც ჩემს კუთვნილ თანხებს, რომელიც მიითვისეს
ბანკის მეშვეობით. შემდეგ სასამართლოში გაგრძელდა დავა და ასე შემდეგ. აი ამ კუთვნილ თანხებს როცა მედავებიან, როცა მაშანტაჟებენ, ამ ვითარებაში თუ კი სახელმწიფო საქმეებზე მექნება საუბარი. ხომ იფიქრებს ვიღაცა, ტერია თუ მოყვარია. იფიქრებს, რომ მე სახელმწიფო საქმეები, სახელმწიფო მნიშვნელობის მოვლენები დავთმე და სახელმწიფო საზიანოდ გადავწყვიტე იმის გამო, რომ ჩემი ინტერესები დამეკმაყოფილებინა. აი ეს კომპლექსი, როგორც ივანიშვილი ამბობს, შემაწუხებს იმ შემთხვევაშიც, თუნდაც ძალიან დიდი სასიკეთო საქმე გაუკეთო ჩემი შეხვედრებით საქართველოს, ჩემს ქვეყანას. აი ამ შემთხვევაშიც კი ეს კომპლექსი მე მაინც შემაწუხებს, იმიტომ რომ ჩემთან ჰქონდა პირადი დავა, პირადი შანტაჟი და ამ დროს მე სახელმწიფო საქმეებზე ვსაუბრობდი. მე მგონი ნათლად არის ახსნილი, ზუსტად არის ახსნილი, რასთან გვაქვს საქმე და ჩემი ღრმარწმენით ეს არის უაღრესად ზნეობრივი პოზიცია. ძალიან მაღალი ზნეობრივი გადმოსახედიდან ნათქვამი სიტყვა და მიდგომა, რაც გამოავლინა ამ შემთხვევაში ბატონმა ივანიშვილმა. მოდით მოვუსმინოთ კიდევ, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ბატონი ბიძინა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ 2022 წელს, როდესაც სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ ჩემი პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დავაყენე. გავიხსენებ იმასაც, რომ როდესაც გასული წლის შემოდგომაზე არაფორმალური სანქციების მოქმედება მცირე დროით შეჩერდა და გარკვეული თანხები გათავისუფლდა, მე თავადვე შევთავაზე ამერიკის ელჩს შეხვედრა, რაზეც ის თავდაპირველად დაამთანხმდა, თუმცა შეხვედრა ჯერ რამდენჯერმე გადადო, ხოლო შემდეგ მასზე საერთოდ უარი განაცხადა. იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ დაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა რამე თუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი. მკაფიოდ განმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა. აქაც სავსებით ყველაფერი ნათლად არის ნათქვამი და არ მინდა ახლა ჩემი ინტერპრეტაციებით გადაგღალოთ ამ ნათქვამთან დაკავშირებით, მაგრამ გასაგებად არის ყველაფერი ნათქვამი. ისიც კი არის ნათქვამი, რომ იმ თანხებს, რომელიც მე ქველმოქმედებისთვის მქონდა განკუთვნილი, მაგრამ პრობლემა შემექმნა თქვენი ქცევის გამო. აი იმ თანხებს მე დავხარჯავ იმ მიმართულებით, რა მიმართულებასაც თქვენ მეტყვით. რა თქმა უნდა, საქართველოს სასიკეთოდ და საქართველოს საჭიროებისამებრ, მაგრამ იმ მიმართულებით, რა მიმართულებასაც მიკარნახებთო და როგორც ჩანს, ესეც მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის. ანუ ბიძინა ივანიშვილი იმყოფება ძალიან სერიოზული, ძალიან ღრმა შანტაჟის ქვეშ დასავლეთის მხრიდან და აი ასეთ ვითარებაში ის არ შედის რაღაც მოლაპარაკებებზე სახელმწიფო საქმეებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არ იყოს გაგებული არასწორად. გავიმეორებ, როგორც მოყრებისგან, ასე მტრებისგან. მოსალოდნელია რომ ასე მოხდეს, მოსალოდნელია რომ ამგვარ ვითარებას რაღაცა ყური გამოაბან ხოლმე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ივანიშვილი ამბობს, რომ მე უარს ვამბობ აუდიენციაზე, მაგრამ არის ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც მართავს ქვეყანას, განაგებს ქვეყანას და თქვენ შეგიძლიათ მას ესაუბროთ, ესე იგი მე ამერიკის შეერთებულ შტატებთან საერთოდ კი არ ვხურავ კარებს საუბრისთვის, დიალოგისთვის, მოლაპარაკებისთვის, განსჯისთვის, ფიქრისთვის, აზრისთვის. არა, თქვენ ყველა კარი ღია გაქვთ. უბრალოდ მე არ მინდა, პირადად არ მინდა ამ კონტაქტებში შემოვიდე, თორემ ისე ყველა სხვა საშუალებები, ყველა სხვა პერსონა, ვინც პასუხს აგებს ყველაფერ ამაზე, მზად არის მოსალაპარაკებლად და ეს სერიოზული მიდგომაა, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის მიდგომაა. აი კიდევ ერთი მისი განცხადება.
აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას. შეიძლება მათ თქვან, რომ მე როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს მაქვს განსაკუთრებული გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე. თუმცა ამასთან დაკავშირებით მინდა დაგარწმუნოთ, რომ მმართველ პარტიაში არც ერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება გუნდის და მით უმეტეს პრემიერ-მინისტრის ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი. აბსოლუტურად სწორია ეს ეჭვი, რომელმაც თურმე შეაწუხა ბატონი ივანიშვილი, იმიტომ რომ თუ კი თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და განიხილოთ ნებისმიერი საკითხი. თუ კი გადაწყვეტილება არც ერთ შემთხვევაში არ მიიღება ერთპიროვნულად, არამედ გუნდი იღებს ამ გადაწყვეტილებას და გზა ხსნილი გაქვთ იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრს ელაპარაკოთ, მთელ გუნდს ელაპარაკოთ. ასეთ შემთხვევაში, რატომ გინდათ მაინც და მაინც ჩემთან საკითხების განხილვა იმ ვითარებაში, როდესაც ჩემთან პრობლემები გაქვთ, პრობლემები, რომელიც თქვენ შექმნით. და შეგიძლიათ მე მაშანტაჟოთ. ასეთ შემთხვევაში, მე ჩემ თავს არ მივეცი უფლება, რომ თქვენ დაგლაპარაკებოდით. აი ეს არის აბსოლუტურად გამართული, აბსოლუტურად სწორი პოზიცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბატონი ივანიშვილი მაინც გამოთქვამს იმეს და რწმენას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები მოწესრიგდება, დაალაგდება და ასე ვთქვათ, გადატვირთვის პროცესი წარიმართება. იმედი მაქვს ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განხილვის შესახებ. საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. განა ამ პროცესზე წინააღმდეგება ბატონი ივანიშვილი, განა ეს პროცესი არ უნდა რომ წარიმართოს. არა, სხვა რამეზეა ლაპარაკი და ეს სხვა რამე უნდა იყოს სწორად გაგებული. მე წეღან ვახსენე სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით, მისი ნათქვამი ისე იყო გაგებული, თითქოს ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ მე მხოლოდ მას შემდეგ ვიქნები მზად სალაპარაკოდ, რაც ჩემს საკითხს, ჩემს პირად საკითხს გადაწყვეტენოდა, ეს არის ჩემთვის უმთავრესიო. ბატონი ბიძინა აქ სწორედ საწინააღმდეგო სამტკიცებს. ჩემთვის უმთავრესი არის საქვეყნო ინტერესი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩემი პირადი ინტერესია. გაგებული იყო ისე, როგორც გითხარით, საწინააღმდეგოდ. სხვათა შორის ეს კაცი რომ მართალია და გულწრფელია, იქიდანაც ჩანს, რომ ეს ახლა კი არ თქვა, მხოლოდ ახლა არ მოიგონა, ასე ვთქვათ, აი ეს გამართლება მისი უარისა აუდიენციაზე. ეს მას ადრესა აქვს ნათქვამი, შარშან იყო თუ შარშან წინ იყო, აღარ მახსოვს ზუსტად რამდენი ხანი გავიდა, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში ის ზუსტად იმ კომპლექსზე ლაპარაკობდა, რა კომპლექსის შესახებაც ახლა ისაუბრა თქვენ წინაშე. ვერც ერთ გადაწყვეტილებას მე ვერ მივიღებ მონაწილეობას. სასარგებლო რომ იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული, რამე თუ მე მაქვს კომპლექსი, რომ მე ამას ვაკეთებ იმპულის ბულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი. ხელოვნური სანქციები რომ მომიხსნას, მე ეს კომპლექსი და რეალურად გამოჩინა. ყველაზე ეს ადამიანს უნდა კონდეს ჩემი გადმოსახედიდან ეს რომ ფულს გიჩერებენ და ამ დროს გეძახიან, მოდი მოვილაპარაკოთ. ნუ ეს კომპლექსი გამოჩნდა და გამოჩნდა. მე მაქვს ეს კომპლექსი, რომ ქვეყნის მე სულ მექნება იმის კომპლექსი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილებას ვებულობ იმისთვის, რომ ჩემი თანხები იქნება როგორმე დამიბრუნო. და არა ის, რომ ჩემ ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს. აი ეს იყო მიზეზი ყველაფერ ამის. ახლა რაც ვთქვა ბატონმა ივანიშვილმა, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი თანხები დამებრუნონ. თუ ამას ამოვგლიჯავთ კონტექსტიდან, მაშინ მივიღებთ ზუსტად აი იმ პროვოკაციას და პროვოკაციულ ინტერპრეტაციას ბიძინა ივანიშვილის ნათქვამისა, რასაც მიმართავს, რა თქმა უნდა, დასავლეთის აგენტურა და ატრიალებენ, მაგრამ როდესაც მთლიანობაში უსმენთ ყველაფერ ამას,
როგორც ბატონმა ივანიშვილმა თქვა, ნებისმიერ წესიერ კაცს ექნება ეს კომპლექსი. იმიტომ რომ შანტაჟის ქვეშ, როდესაც იმყოფება ესა თუ ის პიროვნება, მით უმეტეს პიროვნება, რომელიც პასუხს აგებს, რომელსაც საქვეყნო ტვირთი კიდია ზურგზე, ის რა თქმა უნდა ყოველთვის იქნება იმ დარტყმის ქვეშ, რომ შენ ეს გადაწყვეტილება მიიღე შენთვის სასიკეთო გადაწყვეტილების მისაღებად. და ეს იყო შენთვის მთავარიო. არა და როგორც გითხარით, პირველად არის ცოტა ფცლად გამომივიდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ერთ-ერთი საკვანძო საკითხია და მე ამაში როდესაც ვხედავ, რომ ბატონი ივანიშვილი ცამდე მართალია, სწორია, ზნეობრივია, ადამიანურია, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამშვალულია და გაჯერებულია მისი პოზიცია, არ შემიძლია რომ ეს თქვენამდე არ მოვიტანო, არ შემიძლია ისე არ დავინახო ესა თუ ის მოვლენა, როგორც სინამდვილეში არის. სინამდვილეში კი არის ის, რის შესახებაც მე უკვე მოგახსენეთ და ახლა მოდით მივუბრუნდეთ იმ საკითხს, როგორ მოგვილოცა ტრამპმა 26 მაისი. გითხარით რომ აქ უკვე ახალი ინტონაციები შემოვიდა, ახალი დამოკიდებულება გაჩნდა, მე ვიტყოდი რევოლუციური დამოკიდებულება, რევოლუციური მიდგომა. მოდით მოვისმინოთ ეს ტექსტიც. პოზიტიური მოლოდინი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. სწორედ ეს იკითხება იმ გზავნილში, რომლითაც დონალდ ტრამპის საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილში საუბარია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების განმტკიცებაზე. ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდებით ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით. აი ასეთი გახლავთ ეს მოლოცვის წერილი. ოღონდ აქ მთავარი თვითონ ტექსტი კი არ არის, თუმცა ტექსტი ძალიან კარგია. სამომავლო ურთიერთობებზეა საუბარი. აქ მთავარი ის არის თუ ვის უგზავნის ის ამ წერილს. არა ქართველ ხალხს ზოგადად განყენებულად, აბსტრაქტულად, არამედ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მხოლოდ და მხოლოდ ამას ნიშნავს ეს. ერთმნიშვნელოვნად ამისი მრავალმნიშვნელოვნად წაკითხვა შეუძლებელია. გამორიცხულია. ეს ნიშნავს აღიარებას დღევანდელი ხელისუფლების. ანუ უნდა დამთავრდეს სპეკულაციები იმითი, რომ ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, იმიტომ რომ მას არ აღიარებს დასავლეთი, არ აღიარებს ევროპა, არ აღიარებს ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ. ეს უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვნახეთ, როგორ აღიარა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღევანდელი ხელისუფლება და კონკრეტულად მისი პრეზიდენტი. მოგეხსენებათ თქვენ, რომ პრეზიდენტი ყაველაშვილი არჩეულია საქართველოს პარლამენტის მიერ გარკვეული წესით, კონსტიტუციურად. საქართველოს პარლამენტი კი არჩეულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად. საქართველოს მთავრობა არის დაკომპლექტებული იმ პარლამენტის მიერ, რომელიც აირჩია 2024 წელს. ყველაფერი თავის ადგილზე დგას და რა თქმა უნდა, ეს უკვე რევოლუციური მიდგომა, ახალი ეტაპია, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, ხომ, ჩვენ ვისაუბრეთ ორი გადაცემის წინ ბატონ პრემიერ-მინისტრის მიერ გაგზავნილ წერილზე ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსის სახელზე. ეს წერილი იყო საყვედურით გაჟღენთილი და გაჯერებული, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ თქვენთან კონტაქტს, ჩვენ ვცდილობთ თქვენთან დაკავშირებას, ჩვენ ვიზიარებთ იმ მიმართულებებს, იმ წარმოდგენებს, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, თელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ღირებულებებთან დაკავშირებით, იდეოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ კონტაქტზე არ გამოდიხართ. და აი ამ დროს 26 მაისთან დაკავშირებით
ვიღებთ აი ამ მოლოცვას. ანუ ეს ეტაპი მთლიანად დამთავრდა ის საქართველოს ხელისუფლების და მთავრობის გამარჯვებით, ანუ ქართველი ხალხის გამარჯვებით და დამთავრდა ის დასავლეთის აგენტურის კატასტროფული მარცხით. რაც იტრიალეს და იწრიალეს ამ თვეების განმავლობაში ამ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით ერთბაშად წყალში გადაეყარათ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გამოშვიოდა იმ შეფასებებში, რომელიც წამოვიდა სახელმწიფო წრეებიდან, აი მაგალითად ბატონი პაპუაშვილი. მისასალმებელია ის მილოცვის წერილი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისგან საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყავალაშვილის მისამართი იქნა გაგზავნილი და მილოცვასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს შინაარსი, რომელიც ჩადებული იყო ამ მილოცვაში, სადაც ხაზგასმული იყო საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. ზუსტად ეს არის, რაზეც ჩვენ საუბრობდით და ეს არის ფიქრობთ კარგი სიგნალი. აი ეს არის ზუსტად ის რის შესახებაც ჩვენ საუბრობდით და რასაც მოვალოდით, ეს იყო ნათქვამი და ამ ნათქვამს რა თქმა უნდა დასაბუთება აქვს. ეს მართლაც ასე მოხდა, თუმცა თქვენ ახლა შემოგთავაზებთ ოპოზიციის წარმომადგენლის ერთგანმარტებას. ამ შემთხვევაში ეს არის რა თქმა უნდა პროტოკოლური ამბავი, როდესაც დაბუდებულის დღესთან დაკავშირებით მოხდა მილოცვა. აი რა შეფასება მოდის ოპოზიციიდან. ისე იგი ის კი არა რომ მართალი აღმოჩნდა ეს ხალხი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღიარა არჩევნებიც, მთავრობაც, ხელისუფლებას და ასე შემდეგო. კი არ გამოუტყდნენ საკუთარ ხალხს და იმ ნაწილს საზოგადოებისა, ვისაც მუშაობენ. არამედ თქვენს რომ ეს არის რაღაცა პროტოკოლური ამბავი. და არ ნიშნავს ეს აღიარებას. ესე იგი თუ კი ტრამპი კონტაქტზე არ გამოვიდოდა, ტრამპი არ დაელაპარაკებოდა ამ მთავრობას, ეს იმას ნიშნავდა, რომ ეს მთავრობა იყო არალეგიტიმური და თუ კი ტრამპი დაელაპარაკა, თუ კი ტრამპი კონტაქტზე გამოვიდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მთავრობა არის ლეგიტიმური. ხედავთ ლოგიკას? თუმცა მათ რა ლოგიკა უნდა მოთხოვო? ეს არის აბსოლუტურად უსინდისო ხალხი, რომელიც თოჯინებივით იმართებიან გარედან, სხვებისგან, იმ ფულის საზღაურად, რომელსაც ისინი იღებენ და აკეთებენ სხვის საქმეს საკუთარი ქვეყნის საზიანოდ. ასეთ შემთხვევაში ლოგიკაზე საუბარი, სინდისზე, ნამუზე საუბარი, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, იმიტომ რომ ასეთია ეს ხალხი და აქ ვერაფერს ვერ ვიზამთ. ბატონი კობახიძე ტრამპის ამ მოლოცვასთან დაკავშირებით. ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით. ჩვენ ვიცით ჩვენ რა გვინდა და რას ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს. ჩვენი მოწოდება არის განვაახლოთ სუბტაფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა და უფრო მეტიც გვინდა რომ კონკრეტული სამკვლევით განახდეს სტრატეგიული პარტნიორობა. აქ არის კიდევ ერთი შეფასება, რომელიც საინტერესოა, ეს არის ქართული ოცნების წარმომადგენლის შეფასება ამ მოლოცვისა და ესეც უნდა მოვისმინოთ. ამან დაასრულოს ერთხელ და სამუდამოდ ის პოლიტიკური პროპაგანდა, რასაც ეწევა ჩვენი ოპოზიცია, ეგრეთ წოდებულ აღიარებასთან დაკავშირებით. სასიხარულოა, რომ ეს მილოცვა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაითარგმნოს ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პოლიტიკაში. ჩვენ ამ მხრივ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. დიახ, რა თქმა უნდა, ამითი უნდა დასრულდეს მთელი ეს აჟიოტაჟი. სხვანაირად გამორიცხულია, იმიტომ რომ სათქმელი ითქვა, მოსახდენი მოხდა და უკვე აგენტურას დასავლეთის მეხუთე კოლონას სალაპარაკო არაფერი არ აქვს. ბატონი კობახიძე შეეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს, უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს, განსხვავებას მარკო რუბიოს მოლოცვასა და ტრამპის მოლოცვას შორის. ერთი წერილი პრაქტიკულად არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი
მაშინ როდესაც გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამ დროს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოვიდა წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე, რომელიც ადრესატი პირდაპირ არის საქართველოს ხელისუფლება, ადრესატი იყო პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და იქ პირდაპირ იყო საუბარი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე, ხო? კიდევ ერთხელ ეს დუბლირება ერთი და იგივე ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და Deep State შორის. მეგითხარით, თუ აღრასად მნიშვნელოვანია ეს განცხადება, მეთქი ეს შენიშვნა, ეს შემჩნევა არის ძალიან სწორი. დააკვირდით რა მასშტაბის არის ის მოვლენა, რასაც Deep State ქვია. რა ახლოს არის ის ტრამპთან. ტრამპი მას ებრძვის, ყოველდღიურ ბრძოლას უცხადებს, სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას უცხადებს, მაგრამ ის ტრამპის ადმინისტრაციაში ტრიალებს. ის რაც მარკო რუბიომ გააკეთა, არის Deep State-ის გავლენა. მარკო რუბიომ გააკეთა ის, რომ ნაბიჯი გადადგა, აი სწორედ იმისკენ, რასაც ეს მეხუთე კოლონა ქადაგებს აქ, რომ ეს ხელისუფლება, ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური. ხედავთ რა ახლოს არიან ერთმანეთთან, ხედავთ როგორია ეს დაპირისპირება და ეს შეჯახება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და Deep State შორის. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენა. ნუ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ ეს აუცილებლად დამთავრდება პრეზიდენტის გამარჯვებით. ღმერთმა ქნას რომ დამთავრდეს, მაგრამ არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული. ჩვენ გვახსოვს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორია. ჩვენ გვახსოვს ტერორისტული აქტები განხორციელებული ამერიკის პრეზიდენტებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ესა თუ ის პრეზიდენტი სწორედ იმ Deep States რაღაცნაირად არ ეთანხმებოდა და მასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ამიტომ რა რით დასრულდება კაცმა არ იცის, მაგრამ ჯერჯერობით ეს ბრძოლა ისე მიდის, რომ იმედი ვრჩება, იმედი გვესახება, რომ ამაში პრეზიდენტი გაიმარჯვებს და ეს იქნება შესაძლებელია ეს იყოს გადარჩენაც მესამე მსოფლიო ომისგან და იმ გართულებებისგან, რამაც შეიძლება მსოფლიო გადაიყოლოს. ვართ მაქნას რომ ასე იყოს ეს ყველაფერი. ახლა კიდევ ერთი საკითხი, აი იგივე თქვათ გაგრძელება ამ Deep State-ის თემისა, ეს მარტო ამერიკის შეერთებული შტატების მოვლენა არ გახლავთ. ეს გლობალური მნიშვნელობის მოვლენაა, გლობალური მასშტაბის მქონე მოვლენაა და იგი ყველგან არის ფეხმოკიდებული. პირველ რიგში რა თქმა უნდა, ამერიკის გარეთ სახელმწიფოებზე თუ ლაპარაკობთ, პირველ რიგში რა თქმა უნდა, ევროპაში და ეს სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა შინაარსით ვლინდება. მაგალითად, ორმაგი სტანდარტი. ცნობილი პოლიტიკური ტერმინი გახლავთ, რომელიც ხშირად გვესმის ხოლმე მედია საშუალებებიდან, პოლიტიკური ლიტერატურიდან და სხვაგან, იმიტომ რომ ეს ფეხმოკიდებული რამ გახლავთ და ძალიან ცუდი და რთული რამ გახლავთ. მაგალითად, აი ერთი კონკრეტული ფაქტი. გერმანიის საელჩოს მიერ გაკეთებული ერთ-ერთი განცხადება. გერმანული ნოტა და შერჩევითი სამართალი გერმანიის ფედერაცია სისხლის სამართლის დევნის დაწყებას ითხოვს ადამიანის მიმართ, რომელმაც გერმანელ დიპლომატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს იმ ფონზე, როცა პეტერ ფიშერი ბათუმში სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ჩავიდა და სასჯელის ზომა დაიწუნა. საელჩო მიმართავს ქართულ უწყებებს თხოვნით, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები ბატონი ქოჩიაშვილის სისხლის სამართლებრივად რელევანტური ქმედებების წინააღმდეგ და ამის შესახებ შეატყობინოს საელჩოს. ამ მოქალაქემ ვიზეს არის ლაპარაკი, რაღაცა შეკითხვა დაუსვა, თუ რაღაც ისეთი რამ თქვა, რაც გერმანიის ელჩს არ მოეწონა და გერმანიის ელჩი ითხოვს ამ მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძროს. მაშინ, როდესაც ეს კაცი იქ ბათუმში ჩასული იყო ამ ვინმე ამაღლობელის მხარდასაჭერად. ამაღლობელი არის საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, სახელმწიფოს წარმომადგენელს. არა აქვს მნიშვნელობა ამაღლობელი ქალია თუ კაცი. ამ შემთხვევაში ამას არა აქვს მნიშვნელობა.
აპელირებენ ხშირად ამით. როცა უნდათ ქალი და კაცი თანასწორია, მათ შორის განსხვავება არ არის, მაგრამ როცა დაშირდათ, ახლა ქალს როგორ შეიძლება პასუხი ვაგებინოთო, ამბობენ, მაგრამ აქ ქალი არაფერ შუაში არ არის. ეს ამაღლობელი გახლავთ საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და შეურაცხყოფა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ პოლიციას. ეს კაცი კი ელჩი, რომელიც იცავს იმ მოქალაქეს, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას, თვითონ უჩივის მოქალაქეს, რომელიც მას სიტყვიერად დაუპირისპირდა, რომელმაც უთხრა ისეთი რამ, რაც ამ ელჩისთვის არ იყო მისაღები. დამოკიდებულება, deep state, უსინდისობა, ორმაგის სტანდარტი. რაც გნებავთ ის დაარქვით, მაგრამ ასე იქცევიან ისინი, ვინც დგანან სწორედ იმ მხარეს, სადაც არის უსამართლობა, სადაც არის ბოროტება და სადაც არის ძალადობა და ძალმომრეობა. ახლა შეგვიძლია უკვე შეფასებების მოვისმინოთ ბატონი პრემიერ-მინისტრი. რატო შეიძლება ჩვენთან მოქმედებდეს ორმაგი სტანდარტი? ფიშერთან მივიდა და სისხლის სამართლის დანაშაულია და ლაშქრთან მივიდა და ეს არის გამოჩენილი სამოქალაქო აქტივისტი, რა შეასაქმე. და პოლიციაზე ხელის გარტყმის გასამართლებლად ჩავიდა ბათუმში, ძალადობის პირდაპირ გასამართლებლად და ვიღაცა რომ მივიდა და სიტყვიერად რო შეაწუხა, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული. ეს ხო სამარცხვინოა ეს ყველაფერი, სად არის გერმანია? სად არის აქ რაღაცა სამართლიანობა? სად არის ის, რასაც მე ვსწავლობდი დაახლოებით 20 წლის წინ გერმანიაში? ხო საერთოდ ხაზი გადაუსვეს ყველაფერს. მართალი გითხრათ, მე არ ვიცი თქვენ რას გასწავლიდნენ ბატონო ირაკლი 20 წლის წინ გერმანიაში, მაგრამ ისე არა მარტო გერმანიაში, არამედ საერთოდ დასავლეთში, ევროპაშიც და ამერიკაში. დიდი ხანია უკვე ძალიან არასწორ რამეს ასწავლიან. დიდი ხანია უკვე დასავლეთი სწორედ რომ ძალმომრეობის გზას ადგას მთელ მსოფლიოში. დიდი ხანია რაც დასავლეთმა შვა ფაშიზმი, რომელიც ახლა ნეოფაშიზმის ყლორტებით გვევლინება ხან ერთ ადგილზე, ხან მეორე ადგილზე, განსაკუთრებით უკრაინაში და არა მარტო უკრაინაში, არამედ ევროპის სხვადასხვა წერტილებში. ამიტომ გასაკვირი თითქოს არც არის ის, რაც ხდება, მაგრამ მეორე მხრივ მაინც გასაკვირია, იმიტომ რომ მთელი ევროპა ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ლაპარაკობს ყოველდღიურად და ყოველთვის ამით აპელირებს ხოლმე. ეს არის მათი, ასე ვთქვათ, მთავარი სათქმელი სასინჯიქვა. ამ დროს თვითონ შეუძლიათ ხან ისე თქვან, ხან ასე თქვან და ორმაგი სტანდარტით უდგებოდნენ ამა თუ იმ საკითხს და ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტას. ბატონი პაპუაშვილი უფრო შორს წავიდა და თქვა რომ ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის უკვე რაღაც უფრო უარესია. საქმე უფრო ცუდად არის ვიდრე უბრალოდ ორმაგი სტანდარტი, ეს უბრალოდ კატეგორიზაცია. როგორც ჩანს, ზოგიერთებს კატეგორიებად ყავთ ჩამოყალიბებული ქვეყნები. აქედან გამომდინარე ის რაც მიუღებელი არის ბერლინში, მისაღებია თბილისში. სწორს ამბობს ბატონი პაპუაშვილი. ორმაგი სტანდარტი არ არის, ეს გაცილებით უფრო უარესი რამეა. ორმაგი სტანდარტი ის არის, როდესაც ხან ასე და ხან ისე ლაპარაკობენ. მაგრამ ის რის შესახებაც ახლა ბატონი პაპუაშვილი ელაპარაკდა არის ის, რომ კატეგორიებად ყავთ დაყოფილი ხალხები და სახელმწიფოები. ზოგიერთი მათთვის არის პირველი კატეგორიის, ზოგიერთი არის მეორე კატეგორიის, ზოგიერთი საერთოდ უხარისხოა და ყურადღების ღირსიც კი არ არის. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა მსოფლიოს მიმართ, მსოფლიოს სახელმწიფოებისა და მსოფლიო ხალხების მიმართ, რაც არის უაღრესად რთული მოვლენა და უაღრესად დასაგმობი მოვლენა. ახლა მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო, ეს არის უნგრეთში ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა ბატონი ირაკლი კობახიძისა, რომელიც სხვათა შორის ძალიან საინტერესოდ წარიმართა. თქვენთან მოვიტანე საქართველოს ხმა იმ ქვეყნისა, რომელიც 3000 წელზე მეტია იმპერიების გზაჯვარედინზე დგას. ქვეყნისა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ერი გახდა მსოფლიოში. საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო და მაინც დავჭით გაუტეხელნი. ქართველებად დავჭით.
აი ასეთი გახლავთ ერთი პატარა ნაწილი მისი გამოსვლისა, ბატონ ირაკლი კობახიძის გამოსვლისა იქ უნგრეთში და მე მგონი რომ ძალიან სერიოზული გზავნილი არის ეს. ქართველებად დავრჩითო. ეს არა მარტო ისტორიული ფაქტის კონსტანტაციაა, რომ ქართველებად დავრჩით, არამედ არის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველები შევეცდებით ხვალაც და ზეგაც და მომავალშიც ქართველებად დავრჩეთ. ეს ჩვენი ისტორიული გზაა. ამიტომ ქართველების გადაკეთება, ქართველების თვის რაღაც ახალი სტატუსის მინიჭება, ახალი ფსიქოლოგიის ჩამოყალიბება, ახალი შეხედულებების ჩამოყალიბება, რომელიც ეწინააღმდეგება ისტორიულ გზას. პრაქტიკულად შეუძლებელიაო აი ეს განაცხადი გააკეთა ბატონმა კობახიძემ უნგრეთში და სხვათა შორის ის არ დაპირისპირებია ევროპას ამით. ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ამით თუ პირისპირდება ევროპას, მაგრამ არა, მან თქვა, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, დამოკიდებულება და გვიყვარს ის, რასაც ქვია ძველი ევროპა. ჭეშმარიტი, ღირებულებებზე დაფუძნებული დასავლეთი, ჩვენი დასავლეთი, ჯერ კიდევ ცოცხალია. ის ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი. და ის ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში, მთელს ევროპაში და მის მიღმაც. ყველას გულში, ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია. არავინ არ ეწინააღმდეგება ევროპას იმ შემთხვევაში, როდესაც ეწინააღმდეგება ვთქვათ ლიბერალურ იდეოლოგიას. არავინ არ ეწინააღმდეგება ევროპას იმ შემთხვევაში, როდესაც ეწინააღმდეგება ვთქვათ ორმაგ სტანდარტებს. არავინ არ ეწინააღმდეგება ევროპას და დასავლეთს იმ შემთხვევაში, ვთქვათ, როდესაც ეწინააღმდეგებიან deep states და სიღრმისეულ, ეგრეთ წოდებულ სიღრმისეულ სახელმწიფოს. ეს არ არის დასავლეთთან, ამერიკასთან და ევროპასთან წინააღმდეგობა. ეს არის წინააღმდეგობა მიუღებელ მოვლენასთან. ეს არის წინააღმდეგობა იმასთან, რაც დამანგრეველია საქართველოსთვის. ამისი არ მიღება, ამისი არ შემოშვება, სწორედ რომ ეროვნული საქმეა ჩვენთვის და სწორედ რომ ევროპული საქმეც არის, თუ კი გავიაზრებთ იმ ევროპას, რომელი ევროპის მიმართაც ჩვენ მართლაც ისტორიული მიზიდულობა და მიჯაჭვულობა გქონდა. ეს სხვა ევროპაა. დღევანდელი ევროპა სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გვახსოვს ლიტერატურიდან, მუსიკიდან, კინოფილმებიდან, ხელოვნებიდან, მეცნიერებიდან, ისტორიიდან. დღევანდელი ევროპა ეს არის დეგრადაციის გზაზე ხელოვნურად შეყენებული ევროპა. და ეს ევროპა, როდესაც მოდის ამ დეგრადაციის ექსპორტით, როდესაც ეს შემოავს ჩვენთან, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია და ამას წინ უნდა აღვდგეთ და ეს უნდა ვთქვათ არა მარტო შინ, არამედ გარეთაც. გარეთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვთქვათ იგივე უნგრეთში და სწორედ ეს თქვა ბატონმა კობახიძემ. ჩვენ არ დავნევდებით ამ ლიბერალურ იდეოლოგიას და ღირებულებებს. ჩვენ ვართ ევროპული ერი, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე. ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცია, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს. ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე. დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში ღრმად შეშფოთებულ მოვლენას, ლიბერალური ფაშიზმის აღზევებას ვხედავთ. აგრესიული და შეუწყნარებელი, უცხოური დაფინანსებით გავრცელებული იდეოლოგიისა და მოძრაობის სახით, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დასუსტებას, სიძულვილის წახალისებას, გენდერული და ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას და ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების ნგრევას. ეს ქართული ეროვნული ღირებულებების დაცვისთვის ბრძოლა არ არის. ეს ეროვნული საქმე არ არის. ეს არ არის ის, რაც ყველა ქართველისთვის მისაღები უნდა იყოს და არა მარტო მისაღები, არამედ ამას მოწყონებით და ტაშის ცემით უნდა ხვდებოდეთ, იმიტომ რომ ეს ლიდერია, საქართველოს ლიდერია, პრემიერ-მინისტრია, რომელსაც შესწევს იმის შინაგანი ძალა, რომ ასე ილაპარაკოს იქ, ევროპაში. არა მარტო აქ, არამედ იქაც. და ეს არის, რა თქმა უნდა, მისასალმებელი. ბატონმა კობახიძემ თქვა, რომ ყველა ის უბედურება, რაც მოდის
აი ეს ყველაფერი ერთი წერტილიდან იმართება. ერთი წერტილი არის ის ადგილი, საიდანაც ხდება ყველაფერი ამის გავრცელება, ასე ვთქვათ, მსოფლიოს მიმართულებით. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ. მშვიდობის გზა ომის ნაცვლად, სტაბილურობა ქაოსის ნაცვლად. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მშვიდობის მხარეს იდგება, მაგრამ მშვიდობა ყოველთვის მოწყვლადია თუ მას სიმართლე არ იცავს. ძლებია საქართველოს ებრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოებისა და მედია საშუალებების დეზინფორმაციას, რომლებიც პროგრესს კი არ ემსახურებიან, არამედ ცდილობენ ჩვენი ღირებულებების გადაკეთებას. ყველა ზემოაღნიშნული შემაშფოთებელი მოვლენა, მსოფლიო მშვიდობის რღვევა, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, ბრძოლა ეროვნულ და რელიგიურ იდენტობასთან, გენდერული და ლგბტ პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებების შეზღუდვის მცდელობა, მედიის თავისუფლების გლობალური რღვევა და ცენზურა, ლიბერალური ფაშიზმი ერთი ცენტრიდან არის კოორდინირებული. ერთი ცენტრიდან მოდის ეს ყველაფერი, ერთი ცენტრიდან არის კოორდინირებული და აქ არ არის დაზუსტებული რა ცენტრია ეს შესაძლებელი იყო ცოტა ხნის წინ ასე გაგვეგო რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები ან ეს არის კოლექტიური დასავლეთი მაგრამ ახლა მეტი კონკრეტიკა შემოვიდა ეს არის deep state იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაშიც ბევრი მოწინააღმდეგე ყავს ამას მაგრამ არსებობს ეს უვერაგესი ძალა ეს ჩაკირული სახელმწიფოებში ძალა აი ეს რაღაც მონსტრი ბიუროკრატიული, რომელიც ყველაფერ ამის ექსპორტს ახდენს, საიდანაც ეს ყველაფერი იმართება. აი ეს კონკრეტიკა არის მთავარი. Deep state-ია ყველა ამ უბედურების სათავე. და ბატონმა კობახიძემ მისი გამოსვლა აი ასეთი სიტყვებით დაასრულა. უცხოური ინტერვენციების ცნობილი მეთოდები, როგორიცაა USAID და NEDI, რომლის მეშვეობითაც Deep State ცდილობდა საქართველოში ბოლო 4 წელიწადში 4 რევოლუციის მოწყობას, გაუქმებულია. ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები ნამდვილად იმედის მომცემია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. როგორც ჩანს, Deep State ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში. ამის მაგალითია ევროპარლამენტის მიერ მიღებული 6 უსამართლო რეზოლუცია ქართული ხალხის წინააღმდეგ. ასევე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი, ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რომელიც ასევე უსამართლოა და ქართულ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს. წარმატებას ვუსურვებთ ახალ ადმინისტრაციას ამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში. დასასრულს მსურს წარმატება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო მსოფლიოს ყველა ლიდერს, ვინც მტკიცედ დგას რადიკალური მემარცხენე ლიბერალიზმისა და Deep State-ის გავლენის წინააღმდეგ. ვინც იცავს ეროვნულ სუვერენიტეტს, ტრადიციულ ღირებულებებსა და თავისი ხალხის ნებას. აი ასეთი გახდათ ამ შეხვედრაზე პოზიცია, რომელიც მე შედარებით მოკლედ წარმოგიდგინეთ, უფრო ვრცელი იყო, მაგრამ შინაარსი ეს იყო სულისკვეთება, ეს იყო დამოკიდებულება, ეს იყო და ეს როგორც გითხარით, არის მისასალმებელი და არის მხარდასაჭერი, რა თქმა უნდა. თუმცა ისიც უნდა გითხრათ, რომ ყველაფერმა ამან განსაკუთრებული მხარდაჭერა იქვე მიიღო და ამ მხარდაჭერის გამომხატველი, პირველი გამომხატველი იყო პირველი მასპინძელი ბატონი ორბანი. საქართველოს გმირი საერთაშორისო პატრიოტი ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები არის ირაკლი კობახიძე. ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა და ამარცხა ყველა და უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა მოიტანა ქვეყანაში. მისი ქვეყნის 20% არის რუსული დათვის მიერ წაღებული, მაგრამ ბრიუსელს არ დაუხარა თავი. გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი და ძლიერი წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში. აი ასეთი გახდათ ეს შეფასება, რომელიც ბატონმა ორბანმა გააკეთა. რა თქმა უნდა ჩვენთვის უაღრესად მისაღები, თუმცა ჩვენ ვიცით რომ მას აქ სხვანაირად ამხმელი მექანიზმის დახვდება ამ აგენტურის სახით, რომელიც ჩვენთან ჯერ კიდევ ასე ვთქვათ ძალაშია და ბობოქრობს, მაგრამ ფაქტია რომ ეს ყველაფერი ასე ლამაზად, შინაარსიანად წარიმართა უნგრეთში და ეს რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნო ამბავია, მაგრამ ამით არ დამთავრებულა ყველაფერი, აქ მოხდა ძალიან დიდი მნიშვნელობის ფაქტი, პირდაპირი ჩართვა აი ამ კონფერენციაზე ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბატონ ტრამპს.
კარგად იცით რა დამოკიდებულება მაქვს თქვენდამი, დიდი პატივისცემა. სიხარულის მომგვრელია ის, რასაც თქვენ აკეთებთ უნგრეთში. დიდი ფასეულობების დამცველია ვიქტორ ორბანი და ეს ორგანიზაციაც არის ძალიან ძლიერი ხმა უნგრეთსა და მსოფლიოში. აი ესეთი გახდათ ტრამპის ჩართვა უნგრეთში, სადაც სწორედ კონსერვატიულ ღირებულებებს იცავდნენ, სადაც იცავდნენ ყველაფერი იმას, რაც ჩვენთვის სიხორცეულია, ტრადიციულია, მისაღებია. გასაგებია ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ასევე ვთქვათ, იგივე უნგრელი ხალხის და ასევე ყველა იმ ადამიანის და ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც იქ იყო წარმოდგენილი, მაგრამ თავისთავად ტრამპის ჩართვა ეს მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა მგონია, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ძალიან ლამაზი და საკებარი სიტყვები თქვა ბატონ ორბანის მისამართით, უნგრეთის ლიდერის მისამართით. ესეც ასე ვთქვათ, ძალიან სასიამოვნო ფაქტია და ახლა თუ ერთმანეთს დავაკავშირებთ ყველაფერ ამას, ბატონმა ორბანმა ძალიან ბევრი საკებარი სიტყვა გაიმეტა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით, ხოლო ბატონმა ტრამპმა ორბანის მისამართით. ანუ ეს ერთი მიმართულებაა, ასე ვთქვათ. ეს არის ერთი იდეოლოგია, ერთი დამოკიდებულება საგნებისა და მოვლენების მიმართ, ტრადიციებისა და კულტურის მიმართ და ერთი ხედვა მომავლისა, რომელიც აი აქ ასე სააშკარაოზე გამოვიდა. ბატონი ორბანის კიდევ ერთი პოზიცია ამავე ფორუმიდან. სოფლიოს ტრამპის ცუნამმა გადაუარა და შეცვალა მთელი სამყარო. მან იმედი დაგვიბრუნა ყველას, დაგვიბრუნა ნორმალური ცხოვრების იმედი, დაგვიბრუნა მშვიდობის იმედი. მან დაიწყო ბრძოლა Deep State-ის წინააღმდეგ, გამოაშკარავა გლობალური ლიბერალური ქსელი და დაადასტურა, რომ ყველაფერი, რასაც ვამბობდით, სიმართლეა. დონალდ ტრამპის გამარჯვება და ლიბერალების დაცემა ოცნების ახდენას გავს. თუკი ამერიკული ოცნება ახდა რაელის ევროპულ ოცნებას. ჩვენი ოცნებაა, თუკი ევროპელები გავერთიანდებით, არ იქნება ომი და იქნება მშვიდობა. სწორედ ამას უნდა აკეთებდეს ევროკავშირი, თუმცა ბრიუსელმა ეს ოცნება წაგვართვა. საჭიროა ცვლილებები, რადგან ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენ გვჭირდება, რომ გავანადგუროთ ტრანსატლანტიკური Deep State-ი ვაშინგტონსა და ბრიუსელში. ამიტომ ევროპასა და ამერიკას ერთმანეთი სჭირდებათ. მე არა ვარ წინასწარმეტყველი ვთქვა იმის შესახებ თუ რა მოხდება და როგორ მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რომ ჩვენ სწორედ აი ამ პოზიციებს უნდა დავუჭიროთ მხარი. ეს არის ჩვენი სამომავლო პოზიცია. ეს არის ზოგად საკაცობრიო სწორი პოზიცია. ყველა სხვა პოზიცია, რომელიც ამას ეწინააღმდეგება, რომელიც ამის ჩასაწიხლად და ჩასაკლავად არის მიმართული, ის არის რა თქმა უნდა ბოროტება. ის არის რა თქმა უნდა ის, რაც უნდა დაიძლიოს მსოფლიოში. წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნება. ახლა კიდევ ერთი სიუჟეტი მინდა შემოგთავაზოთ, ეს არის ბატონი ოხანაშვილი, მოგახსენებათ ჩვენი უშიშროების შეფი, ახალი შეფი, რომელიც უნგრეთში იმყოფებოდა და რომელმაც თავისი პოზიცია გამოხატა ამ ღონისძიებიდან. ვიზიტის მიზანს სწორედ წარმოადგენს უნგრეთის შესაბამის სამსახურებსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, ჰქონდა მაღალი დონის შეხვედრები, საინტერესო შეხვედრები და ორივე მხარე ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ჩვენ ჭიდროდ ვითანამშრომლებთ, რათა ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები იყოს ღირსეულად დაცული. შესანიშნავია და აქედან უკვე გადავალთ ჩვენ საერთაშორისო საკითხების მიმოხილვაზე, მაგრამ აქ მოდით ცოტა შევისვენოთ და შემოგთავაზებთ თქვენთვის უკვე კარგად ცნობილ რუბრიკას ფსიქიატრიის რენტგენი. მე-13 ადგილზე გასული ვიდეო. არისო, რა დროს დუმილია ხალხო, დიქტატურა დაგვიმყარდა. დღეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის 70 წელში, რომ ჟურნალისტები არ შეუშვეს სასამართლოში და ოპერატორები. ერთად პირველი შემთხვევა და ბიზნეს ეშინია ბევრი ხალხის გარეთ. მერე მოვთხოვოთ პოლიტიკოსებს, თქვენი სახის პოლიტიკოსები არ გვინდაო, მოდიშნაო, გამოვიდეს ხაზარაძეს უყოლა და ხალხი გამოიყვანო.
ხალხი სადამე რატო არ გამოდიან? იმიტომ რომ აი ამ აქციებში არ უნდა. გამო არ გამოდიან. თუ არა, ბაბა. რატი ბიჭინამ გითხრა მასე? ვინ მითხრა? ბიჭინამ. ომისმინე მე არანაირ პოლიტიკიდან არა ვარ. თუ გაინტერესებს. თუ პოლიტიკიდან არ ხარ, სამშობლოს გულისათვის გავარ. გაგიარენ თუ პოლიტიკიდან. სამშობლოს გულისათვის. რა პროტესტე ბაბა? სამშობლოს პროტესტე. გაგიარენ. და დამშვიდი რა. ადი ვეჯო შენ ახარჯები დამშვიდებელი. ოქჟავნელი ვეჯო შემავლენ ვიღაცას უსები და წესიერა შენ ელაპარაკე შენ გამყვეც. დათო დაანებეთ. პოლიტიკიდან არა ვარო და ეს დათო დაანებეთ თავი. დიქტატურა მყარდება, იყვირე საქართველო, ჯაპარა დაიჭირეს, იყვირე. ეხლა სიჩუმის დროა, თუ მერიამ გამოაგზავნა ხალხი, რომ ხალხი გააჩუმეთო, თუ ბიჭინა, თუ დავიყვიროთ, გამოდით ხალხოს უყველა გარეთ. აი ადამიანი ახლა რომ იტყვის, რომ დიქტატურა მყარდება საქართველოში. მაშინ როდესაც სააკაშვილის რეჟიმი აქვს საქართველოს გამოვლილი და ახლა მყარდება თურმე დიქტატურა. რა თქმა უნდა, ეს არის სრული სიგიჟე. შესაძლებელია სხვა რამეც არის. სიბინძურე, დავალების შესრულება და ასე შემდეგ, მაგრამ პირველ რიგში ეს საბოლოო ჯამში, პირველ რიგშიც და საბოლოო ჯამშიც. ეს მაინც სიგიჟეა, პოზიციაა თვითონ გიჟური. ეს სიგიჟე იქამდეა საშიში, სანამდე მას არ დაეჯახება რეალობა, არ დაეჯახება ნორმალური ადამიანის პოზიცია. ჩვენ აქ ვნახეთ ნორმალური ადამიანის პოზიცია. თუ კი თქვენ მართალი ხართო, ხალხი რატომ არ აკავთ? ხალხი რატომ არ გამოდის? ხალხი რატომ არ ააყვათ? ხალხმა რატომ არ აგიბათ მყარიო? ეს ნორმალური პოზიციიდან არის ნათქვამი, რომლის ფონზეც უფრო ჩანს და უფრო იკვეთება ეს სიგიჟე, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ჯერჯერობით აი ეს სურათი გვაქვს, რა სურათიც გვაქვს. მე-12 ადგილზე გასული ვიდეო. ძალიან მძიმეა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერის ყურება და მე ერთი თვის წინ თქვი რომ მაქვს ინფორმაცია კონკრეტული რომ გახარიას მის პარტიას შესთავაზეს პრივილეგიები ფული იმის სანაცვლოდ რასაც ახლა აკეთებს და რას აკეთებს ახლა ის არ გამოდის პარლამენტიდან მან გააправა ფაქტობრივად კომისია და წულუკიას დააჩაგრინა პირდაპირ მნიშვნელობით თავი და ახლა მესამე ამბობს რომ უნდა შევიდეს არჩევნებში ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება და ჩვენ ამ ბოლო დღეებში ვნახეთ ფაქტობრივად პოლიტიკურად გაშიშვლებული გახარია რომელიც ჯიბეში უზის ბიზინა ივანი ხედავთ არა მარტო ნორმალური და არანორმალური დაეჯახა ერთმანეთს არამედ გიჟებიც დაეჯახნენ უკვე ერთმანეთს შიგნით არის განხეთქილება შიგნით არის ბრძოლა გვინახავს ჩვენ ასეთი ადამიანები ასეთი პოლიტიკოსები და როგორც ჩანს კიდევ ვნახავთ მაგრამ ახლა დაწყებულია რღვევის პროცესი რომელიც ერთი კონკრეტული გამოხატულება ნახეთ აი ამ სიგიჟეში რომელსაც ახლა თქვენ ისმენთ ერთი ძველი ყოფილი ძველი პოლიტიკოსი მინდა წარმოგიდგინოთ რომელიც ცდილობს რომ აი ის რაც დღეს ხდება რაღაც უბედურებად წარმოაჩინოს და უბედურებად გაასაღოს ეს არის მე-11 ადგილზე გასული ვიდეო რამდენჯერ ნახეს მათ დიდხა ბევრჯერ ალბათ თვალებს ხუჭებენ არ უნდა დაინახონ რამდენჯერ მაინც მოკრეს თვალი იმ კადრებს როდესაც რუსთაველზე ასფალტზე გდია ახალგაზრდა ადამიანი რომელსაც ჩაუვლის გვერდში ის წესრიგის დამცველი სახელმწიფოს წარმომადგენელი სახელმწიფო ძალაუფლებით აღჭურვილი ჩაუვლის უკვე ძილს დაგდებულს და ასე ქუსს ურტყავს უკან რომ გაუვლის და ასე უკან ქუსს ჩაარტყავს სახეში და ის რომ გაიulis და მე იქიდან მეორე რომ მოდის და ის რომ კარგად დაუმიზნებს ფეხს და ასე მთელი ძალით ამოარტყავს სახეში გადააგდებს იქეთ და გააგრძელებს გზას ხედავთ რა ძიმე ვითარება დახატა ამაზე ძიმე ვითარება მას საქართველოში არ უნახავს არ გაუგია ნაწამები გაუპატიურებული პატიმრები არ უნახავს მოკლული დახოცილი ახალგაზრდები არ უნახავს გაძარცული ბიზნესი არ უნახავს არ უნახავს ელიტური კორუფცია არ უნახავს დანაშაული რომელმაც საქართველოს სამნაწილად დაშალა ეს არაფერი არ უნახავს მაგრამ ნახა ის რომ ვიღაცას ქუსლს ურტყამდნენ სახეში თუ რაღაცას
რომ ბოდავს და უნდა რომ ეს წარმოაჩინოს რაღაც იმ მასშტაბის უბედურებად, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოხდეს და სახელმწიფო გადატრიალება უნდა გაამართლოს ვინმე. აი ეს ადამიანები არიან ესენი. თავიდან ბოლომდე შეშლილები და შეურაცხადები მათ და სამწუხაროდ. ძალიან ბევრს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით, რომ აი ჩვენ ჩინეთთან რაღაც ურთიერთობები რომ ჩამოგვიყალიბდა და სტრატეგიულ პარტნიორებად გამოვაცხადეთ ერთმანეთი ჩინეთმა და საქართველოს. ეს არის დაღუპვა, ეს არის დანგრევა. იმიტომ რომ ჩვენ ამითი დასავლეთს მოვწყდით და ასე შემდეგ. ესე იგი ამ დასავლეთის გარდა სხვა მიმართულების გახედვის საშუალებას არ გვაძლევენ. ამასთან დაკავშირებით მეათე ვიდეო მასალა. ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ასეულობით მილიონი დოლარს დებდა საქართველოში და მომავალში კიდევ უფრო მეტს ჩადებდა, ჩაანაცვლოს ჩინეთით. ჩინეთთან ვაჭრობა არ ქონდეს და ურთიერთობა არ ქონდესო, ეს ვინ თქვა? ჩამოყალიბდით თუ არ ჩამოყალიბდით ბოლოს და ბოლოს. ვერ ჩამოყალიბდნენ, იმიტომ რომ დაჯახება უკვე დაიწყო ერთმანეთში. არეულობა დაიწყო და ქაოსი აქვს უკვე და აღარ იციან ერთი ერთს ამბობს მეორეს და რა პოზიციაზე შეჯერდნენ ეს უკვე აღარ იციან. მე-9 ადგილზე გასული ვიდეო. ძალიან ცოტა ხალხი ვართ ახლა აქ გადაკეთებასთან დაკავშირებით. თოდ გამოხვიდეთ, აი ნახეთ რა ხდება. რუსთაველზე ჭირდება რაოდენობა ხალხის რომ გადაიკეთოს ისე რომ გამოდით თუ ჩავარდეთ. აი ამ კაცმა ჩემმა ძველმა მეგობარმა სიმღერა შესანიშნავი იცის, მაგრამ არ იცის ელემენტარული რამ. არ იცის რომ ქუჩის გადაკეთვა თვითმიზანი არ არის და არ შეიძლება რომ თვითმიზანი იყოს. ქუჩა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიკეთოს, როდესაც ბევრი ადამიანი გამოდის ამა თუ იმ აქციაზე და ბუნებრივად თუ იკეტება ქუჩა. ყველა სხვა შემთხვევაში ქუჩის გადაკეთვა არის დანაშაული. და მოწოდება ხალხისთვის რომ ქუჩა უნდა გადავკეტოთ და ამისთვის გამოდით გარეთო, ეს უკვე დანაშაულის შესავალია. და ამისი გაკეთება არ შეიძლება, ამისი მოწოდება არ შეიძლება, ასეთი მიდგომა არ შეიძლება, მაგრამ სამწუხაროდ სიმღერისგან განსხვავებით ამ კაცმა ბატონმა პაატამ ეს არ იცის. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ მერვე ადგილზე გასული ვიდეო, ეს არის კომენტარი უნგრეთში ბატონ კობახიძის ყოფნისა და ფორუმში მონაწილეობის კომენტარი, რომელსაც ქართველი ვაი პოლიტიკოსი აკეთებს. არაფერი კობახიძე იყო იქ, სადაც არის მისი ადგილი რუსეთის მეხუთე კოლონის თავყრილობა. წარმოგიდგენიათ რა თქვა ახლა ამ ქალბატონმა? უნგრეთში ყოფილა რუსეთის მეხუთე კოლონის თავყრილობა. ესე იგი ევროპელები, რომლებიც იქ იყვნენ, თვითონ უნგრეთი, ეს თურმე არის რუსეთის მეხუთე კოლონა, მაგრამ მარტო აქ ხომ არ გაჩერდება ახლა ეს ლოგიკა. თურმე ბატონი ტრამპი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელიც ჩაერთო და მიესალმა ამ ფორუმს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ბატონ ორბანს, თურმე არის რუსეთის მეხუთე კოლონის წარმომადგენელი. ახლა მე რომ ამათ გიჟებად ვაცხადებ, მაქვს თუ არა სრული უფლება ასე მოვიქცე. სხვა რა სახელი შეიძლება ამათ დაარქვა. ძალიან ძნელია სხვა სახელი უწოდო მათ გარდა იმისა, რასაც ქვია გიჟი. ახლა კიდევ ერთ ასეთ აი ამ ტიპის პაციენტს წარმოგიდგენთ, ეს გახლავთ მე-7 ადგილზე გასული ვიდეო. ვერ გამოდიოდნენ იმის აქეთ, მოიყვანეს თავისი ოჯახის წევრები მათ შემოღობილში და საერთოდ ვერ გაეკარა აღლუმს დღეს კაცი, რომელიც მართავს ქვეყანას კულისებიდან და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ალბათ კოლბა ვერ წამოიღო, იმიტომ რომ შეეშინდა კოლბაში, კოლბის გარეშე ვინმეს თქვია არ დაეჭედებინა მისთვის ჯარისკაცებიდან. აი ეს იყო მაგისი ყველას დიდი გადაწყვეტილება, რომ დღეს არ მობძანდა და არ დაესწრო აღლუმს. რა გინდა ქალბატონო, რა გინდა? წადი მჭადი გამოაცხვე, ლობიო ამოლესე, ანუ რაღაცა სასარგებლო საქმე გააკეთე. ახლა რასაც აკეთებ, ამას რა ქვია? ეს ვისთვის არის სასარგებლო საქმე? ქვეყნისთვის, ხალხისთვის,
წარსულისთვის, მომავლისთვის, შვილებისთვის. ვისთვის არის ეს სასარგებლო საქმე? აი ეს სრული შეშლილობა, რომელიც ახლა სრულიად საქართველოს წინაშე გამოხატე და გამოავლინე შენ და სამწუხაროდ. აი კიდევ ერთი ცნობილზე ცნობილი გიჟი და გადარეული ეს გახლავთ მე-6 ადგილზე გასული ვიდეო. ხალხი, რომელიც ვერ ხვდება, ან არ უნდა რომ მიხვდეს, ან უბრალოდ პრორუსია და რუსეთის ერთგულია, მათთვის ლაპარაკობენ, როგორი დამოუკიდებლები არიან ევროპისაგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან, თითქოს ეს არის საამაყო. და ეს საამაყო კი არა, ეს არის უბრალოდ კატასტროფა. მაქვს თუ არა უფლება კიდევ ვკითხულობ. აი ამ კატეგორიის ადამიანებს, ასე მოაზროვნეებს, რა თქმა უნდა, წინ წლებში ჯავსვამ ამ სიტყვას, იმიტომ რომ აქ აზროვნებას ვერ ვხედავთ. უწოდო გიჟები. იმიტომ რომ ნახეთ რა თქვა ამ კაცმა, აი ვინმესო საამაყო გონია ისო, თუ მოითხოვსო დამოუკიდებლობასო ევროპისა და ამერიკისგან. აი ამ კაცს წარმოუდგენია, რომ საქართველოს დამოუკიდებელი არ უნდა იყოს ევროპისა და ამერიკისგან. შეურაცხადია და იმიტომ. სხვა ახსნა, როგორც გითხარით, არა აქვს ამგვარ განცხადებებს, ამგვარ ქმედებებს, ამგვარ დამოკიდებულებებს ქვეყნის მიმართ, ხალხის მიმართ. ერთადერთი ახსნა ეს არის შეურაცხადი კატეგორია ადამიანების, აი, ვისთანაც გვაქვს საქმე. დიახ, ახლა მინდა ერთი აი ლოზუნგები ლაპარაკობს თავისთავად სიშლეგესა და შეურაცხადობაზე. ეს არის მე-5 ადგილზე გასული ვიდეო მასალა. ნორმალურია ეს ადამიანები, მე მგონი არ არიან ესენი ნორმალურები. იმიტომ რომ მათ არიციან რას აკეთებენ, მათ არიციან ვის უჭერენ მხარს. ისინი არიან არაადეკვატურები. მათ არ გაუაზრებიათ ვინ არის ის კაცი, ვისაც მიხეილ სააკაშვილი ქვია და ვინც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას იმდენი უბედურება მოუტანა, რომ ჩამოთვლა შეუძლებელია. შეუძლებელია ჩამოთვალო, იმდენი დანაშაული აქვს ამ კაც ჩადენილი, მაგრამ აი ასე იქცევიან და თქვენ გონიათ ეს აკიბადება, აკაური პროდუქტი გონიათ ეს შეშლილობა, რაც თქვენ ახლა ნახეთ? არა, აი ერთი ქალბატონი ჩამობრძანდა ბალტიისპირეთიდან და ნახეთ ამ ლოზუნგების გაგრძელება თუ უпростоრად ამ ლოზუნგების დასაწყისი. მიაქვარ მზია ამაღლობელის, ზურაბ ჯაფარიძის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობისთვის. სხვადასხვა სახელით შეფუთული მარშების მარშრუტები ისევ მიხეილ სააკაშვილამდე მივიდა. აი ასეა. მიხეილ სააკაშვილი ეს არის ყოჩი მათ მიერ დანიშნული მათი აგენტურა, რომელიც თავზე დაგვასვეს თავის დროზე და რომელმაც მოგვიტანა 9 წლიანი ცრემლი, სისხლი, ტკივილი, უბედურება, შეურაცხყოფა, დამწირება და დამცრობა. საქართველოსი და ტერიტორიული დანაკარგები. აი ეს ადამიანები არიან ესენი. გარედან არის შემოტანილი ის ლოზუნგები, რაც ჩვენ ახლა ვნახეთ საქართველოში. მე-4 ადგილზე გასული ვიდეო მინდა განახოთ და ამას მიაქციეთ ყურადღება. გახსოვთ თქვენ ალბათ აი ეს ცნობილი ყველანი ციხეში. სააკაშვილი, შლეგი სააკაშვილი რომ მღაოდა. ყველანი ციხეში ეს მისი ლოზუნგი იყო, მაგრამ კიდევ რომ დადგეს შესაძლებლობა იმისა, რომ მან ეს ლოზუნგი ისევ წამოაყენოს. როგორ მოიქცევა? ნახოთ თვითონ გვეტყვის თავისი პირით. ვიაროთ, ახლა კრიმინალთან დაკავშირებით მითხარით. თავის დროზე იმუშავა, როგორც ახლა გაგინებდა ნულოვარ მატერიალურმა კრიმინალი მოკლა, მაგრამ მეორე მხრივ გააჩინა ლეგენდები 26000 გაუპატიურებულ ვაშკაცზე, მილიონობით ადამიანზე ციხეში, ეს ლეგენდები იყო, თუმცა რეალობა ის იყო, რომ ბევრი ადამიანი მართლა იყო ციხეში. აი ამას როგორ ვამბობთ? აი თქვენ თავისუფლების ასე ვთქვათ. მე როდეს ეხა ივანიშვილი ბოლო არჩევნებზე აწერდა კლიპს, სააკაშვილი ამბობს ყველანი ციხეში. დღესაც იგივე ვიტყოდი, ყველანი ციხეში. ხედავთ რასთან გვაქვს საქმე? აი ამ კაცის მოყვანა უნდათ საქართველოს
სათავეში და ხელისუფლებაში. ისევ და ისევ დასავლურ აი იმ deep state-ის წარმომადგენელ ძალებს. და ეს არის საქართველოს უბედურება, იმიტომ რომ ეს კაცი ისევ ამ ლოზუნგით დაიწყებს ცხოვრებას და ხელმძღვანელობას და მართვას ყველანი ციხეში. როგორც იყო მის დროს, ისე გამეორდება ყველაფერი. აი ამნაირ კაცს ნახეთ როგორ დითი რამბებს უმღერიან. მე ვიტყოდი დითი რამბები კი არა, უფრო პანაშვიდი გადაუხადა იმ ჟურნალისტმა, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, მაგრამ მისთვის ეს დითი რამბები იყო, ეს გახლავთ მესამე ადგილზე გასული ვიდეო. აგერ პრეზიდენტი გვიკვდება. მოგწონს თუ არა მას თავისი ადგილი აქვს და როლი ამ ქვეყნის ისტორიაში. როლი, რომელსაც ვეღარაფერი წაშლის. ხვალ რომ მოკვდეს გასვენებაში ალბათ შავებში შემოსულთა გრძელი რიგი დადგება. მერე იტყვიან სააკაშვილმა ბნელი ქვეყანა ჩაიბარა და სახელმწიფოს აშენებდაო. ამ ქვეყანაში ხომ წესად გვექცა, ცოცხალს პატივს არ ვცემთ, მკვდრის ტირილში კი ბადალი არ გვყავს. მერე ყველას აღმოაჩნდება სადღაც ანტიკვარულ ბუფეტში, ბოლო უჯრაში ჩამალული სურათი მიშასთან ერთად და აფრიალებენ, ჩემი მეგობარი იყო. ვიდრე ცოცხალია, ვიდრე ჯერ კიდევ შანსი არსებობს, განა რასაკეთებთ თქვენ მის გადასარჩენად. თითქოს ვუყურებთ, როგორ მიდის. ესეთი გახლავთ ეს პანაშვილი, რომელიც გადაუხადა ჟურნალისტმა მელაძემ მიხეილ სააკაშვილს. მისთვის საკებარი სიტყვები იყო, ჩვენთვის პანაშვიდია, მაგრამ დამოკიდებულება ამაში ჩანს. გაღმერთება არაკაცისა, გაღმერთება დამნაშავისა და ბოროტმოქმედისა. და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ მეორე ადგილზე გასული ვიდეო მასალა. აი, მალე უკრაინა დაიბრუნებს თქვათ ყირიმს. შავი ზღვის რუსულ ფლოტს გაანადგურებს, მართლა განადგურების პროცესი მიმდინარეობს ახლა. ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს 91 წლის საზღვრებზე გავა და მერე ლამის ავტომატურად ბუნებრივად და არაძალდატანებით აფხაზეთიც ასე მაგალითად ცხინვალის რეგიონიც დასავლეთიც დაგვიბრუნდება და დასავლეთიც შემოვა. ჩვენც გავხდებით ნატოს ალიანსის წევრი, ევროპის კავშირის სუბიექტი და ყველაფერი კარგად იქნება და თვით ბიზნესს კი გატყდება, შეიგრძნობს რა რუსეთის მარცხის მისთვის მძაფრ გემოებს და სურნელებს. სადაც გამაგრებულია იმ აბასთუმანშიც, აბასთუმნის უღრანებშიც დაუბერავს რა უღრანები, კარგად მოვიფიქრე, ხო, დაუბერავს რა თავისუფლების სიო. უცებ ეს ბიზნესი იცვის ფერს, ზნეს, იერს და იყვირებს სლავა უკრაინე. და თავადვე დაამატებს გეროям სლავა. ეს რაღაცით სასიამოვნო გიჟიც კი არის, იმიტომ რომ ამნაირს თუ ისევ ამასთან არ მოხვალ, სხვას მართლაც ვერ ნახავ. აი უნიკალურია, გენიალურია, ბრწყინვალეა, დიდებულია. გიჟია, მაგრამ ასეთი. მართლაც შეუდარებელია და ეს ვიდეო იყო პირველ ადგილზე გასული ვიდეო დღევანდელ გადაცემაში. მაგრამ დღეს მოხდა ისეთი რამაც ეს ვიდეო მეორე ადგილზე გადაიყვანა, ახლა მინდა შემოგთავაზოთ პირველ ადგილზე გასული ვიდეო. მეტიც ხარ დროებით დანიშნული მოსამართის განადებობაზე განუსაზღვრელი ვადით, ეს ყველა ვიცით. მომდენო 3 წელიწადი დაგაკვირდებათ ჩინჩალაძე, მურუსიძე, რამდენად მორჩილი იქნებით, ესა ისე მიიღებთ გადაწყვეტილებას. ეს კაცი ეს არის აქციელი, რომელიც მართლაც კულმინაციაა, რომელიც ყველა წითელი ხაზის დარღვევაა და გადალახვა. მოსამართლისთვის წყლის შესხმის მცდელობა, ეს რაღაცა აი წარმოუდგენელია, მართლაც ამ კაცისთვის არ არსებობს არაფერი ქვეყანაზე. ამ კაცისთვის მისი ქვეყანაც არ არსებობს. ამ კაცისთვის არსებობს მარტო სააკაშვილი, მარტო დასავლეთის მეხუთე კოლონა და აგენტურა და მარტო ის თანხები, რომელსაც მას დასავლეთი აძლევს იმ საქციელში, რა საქციელითაც ის გამოირჩევა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აი ამ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს მართლაც
წარმოუდგენელი რამ არის, მაგრამ ხდება ასეთი რაღაცა და რა კი ამ თემას მივადექე წარმოუდგენლის სფეროში ყველა წითელი ხაზის დაძლევის და დარღვევის თემას რა კი მივადექი, სხვათა შორის ეს ის სიგიჟე არ არის, რომელიც ადამიანს პასუხისმგებლობისგან ანთავისუფლებს. სიგიჟე ანთავისუფლებს ადამიანს პასუხისმგებლობისგან, მაგრამ ეს ის სიგიჟე არ არის. აი ამ კაცმა პასუხი უნდა აგოს, აი ამ საშინელი ქმედებისთვის, რაც მან მიაყენა საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს, მართლმსაჯულებას, სასამართლოს და ქართველ ხალხს. ამისთვის უნდა აგოს პასუხი, მაგრამ სამწუხაროდ სხვაც ბევრი რამ ხდება. ისეთი რამ მოხდა ამ დღეებში, სადღაცა ეს მამათმავლების და მათი განაყართა რაღაც თავშეყრება, კონცერტი თუ რაღაც უბედურება მოაწყოს, აი იქ მოხდა ერთი შემზარავი ფაქტი, ეს იყო რუსეთის დროშის შებილწვა. ვიღაცას გონია, რომ ეს არის პატრიოტიზმი. ამ დროს ეს არის წმინდაწყლის პროვოკაცია. ამ თემაზე არც მინდოდა საუბარი, მაგრამ ეხლა მე მაქვს აქ ერთი განცხადება, ეს არის სამეგრელოს უხუცეს და საბჭოს სახელით გაკეთებული. პატარა არის და წაგიკითხავთ. გვეუხერხულება ამ თემაზე საუბარი, რომლის გამოც მსჯელობა მოგვიწია. აკაკი წერეთლის სიტყვებით რომ ვთქვათ, სათქმელად რომ საძნელოა, სწორედ ისეთი უკადრესი საქციელი იკადრა ჩვენმა თანამემამულემ, როდესაც საჯაროდ წაბილწა რუსეთის სახელმწიფო დროშა, რითაც არა მხოლოდ რუსეთის მთავრობის, არამედ მთელი რუსი ხალხის შეურაცხყოფას სცადა. სამეგრელოს უხუცესთა საბჭო გადაჭრით გმობს ქართველი ერის ბუნებისთვის სრულიად შეუფერებელ ამ ქმედებას და მიიჩნევს მას იმ უღირს პროვოკაციად, რომელიც მიმართულია ქართველ და რუს ხალხებს შორის ურთიერთობის დასაძაბავად. ჩვენი ღრმარწმენით ეს პროვოკაცია ინსპირირებული და დაფინანსებულია იმ ძალების მიერ, რომლებიც დიდი ხანია საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებენ. სამეგრელოს უხუცესთა საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ პროვოკატორის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი, რამაც შესაძლებელია ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. არავის არ უნდა მიეცეს უფლება, რომ ბინძური პროვოკაცია პატრიოტიზმით შენიღბოს. პატრიოტიზმი დიდებული მოვლენაა. პროვოკაცია კი დანაშაულია, რომელიც სახიფათოა პირველ რიგში მისი მომწყობი მხარისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველი ხალხის ღირსებისთვის სრულიად შეუფერებელმა ამ სულმდაბლურმა საქციელმა საქართველო უფრო დააზიანა, ვიდრე რუსეთი შეურაცხო. არ გვეკადრება სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს სახელით ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ბატონი ფრიდონ ინჯია. ასეთი გახლავთ სიტუაცია, აი რასაც ქვია წითელი ხაზების დარღვევა, რასაც ქვია საზღვრების გადალახვა, იქ სადაც ეს აბსოლუტურად დაუშვებელი უნდა იყოს. და ახლა ვიდრე გადავიდოდე საერთაშორისო საკითხებზე, მინდა რაკი სააკაშვილზე ამდენი ვისაუბრეთ, მინდა მისი ერთი ძველი განცხადება მოგასმენინოთ, რომელიც უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებს. ამიტომ ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი წელს იყო სამჯერ მეტი ვიდრე შარშა. ეს არის გადაცაცემი. ბრონიტექნიკა ყავდა აფხაზეთის ომის დროს 55 წელი. და ეხლა ჩვენ გვაქვს საქართველოს იანვრის შემდეგ ეყოლება 1000 ერთეული ყველაზე თანამედროვე პროგრამა. 1000 ერთეული. მოკაშალობ თლიანად საქართველოს გზაზე თელი ტრასა, რაც ახალი ავტობანი შენდება თბილისი, ბათუმი, თბილისი, სოხუმი, თლიანად დაეტოვა. მეტი არაფერი დაეტოვა. და რას თქვენ თქვით, რომ ეს ყველაფერს აი ესე ვაგროვებთ, პირველად რომ მოვედი, საერთოდ არ გვაძლევდა არავინ არაფერს, ყველას თალცალკე შეუთანხმდით, ვეხვეწეთ, გავაკეთებიეთ და ყველაფერი. ორი საკითხი. ემზადებოდა თუ არ ემზადებოდა ეს კაცი იმ უბედურებისთვის, რასაც ერქვა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. ემზადებოდა. ვინ ამზადებდა? ისინი, ვინც მას აძლევდნენ ამ ჯავშან ტექნიკას, ამ შეიარაღებას, თანხებს და აკეზებდნენ და გარანტიას აძლევდნენ, რომ ის ამით დიდ წარმატებებს მიაღწევდა. აი ეს ორი რამ უნდა გავაცნობიეროთ, უნდა დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ ანალოგიურ ავანტურაში მომავალში არავინ ჩაგვითრიოს. არის ამის მცდელობა დღესაც და მე მგონი იქნება ხვალაც ჩვენ და სამწუხაროდ. და ბოლოს რა კაცია ეს სააკაშვილი, აი კიდევ ერთი დახასიათება
რომელიც მოვისმინეთ საპარლამენტო დროებითი კომისიიდან, რომელიც ამ კაცის და მისი ხროვის დანაშაულებს სწავლობს. უკვე დავალებული აქვს კონსტიტუციურს, მაგრამ თქვენს აქტიურად უნდა ჩაერთოთ ამ პროცესში, გუბერნატორებს მოგვართოს. შეადგინეთ სიები ყველა მიტინგზე ჩამოსვლის, შეუშვით თქვენი ხალხი მიტინგზე. არც ერთი ადამიანი არ უნდა წავიდეს გაულახავე, არა სახალხოდ, არამედ სათითაოდ. მაგალითად, გურიიდან და ზუგდიდან ჩამოსულ ადამიანს უკან გზაზე გააჩერებენ, მაგალითად ქუთაისთან და დაუნგრევენ თირკველებს. გენერალური პროკურორი აგერ არის და გვაძლევს დებართვას. მოკლედ ისე უნდა გაილახოს, რომ დიდხანს ვერ დადგეს ფეხზე. სახეზე ერიდეთ არ არის აუცილებელი, ძირითადად თირკველებში, მუცელში. ვინც არ იცის როგორ გაირათ კონსულტაციები ახალაიასთან. ვინც ცოტა მოშავო ან ეგეთი ტიპი ჯიბეში ნარკოტიკი და ბაჩოსთან. გარეთ ერთი ახალაია მოუვლით, შიგნით მეორე ახალაია დახვდებათ. ცემა არის აუცილებელი, იმიტომ რომ რაიონებში ჩადიან მიტინგზე დამყოფი ადამიანები და იქ იწყებენ ბლატაობას და ხალხის შემოკრებას. გალახული კაცი კიდევ არის ჩმორი საქართველოში და კარგავს ეგრევე გავლენას. თუ ვინმე ბიზნესმენია, შენიშნული ოპოზიციის დაფინანსებაში, აგერ კეზარაშვილს უთხარით და ბეხედავს. აი ესეთი გახლავთ, ერთი ფრაგმენტია ეს ბატონი ვასილ მაღლაფერიძე იყო, რომელმაც გამოიტანა ეს სააშკარაოზე, რა იყო, როგორ იყო, კულუარები იყო ეს. ეს იყო კულუარები, სადაც იგეგმებოდა ეს ყველაფერი, ერთი ეპიზოდია აი ამ დაგეგმისა და რა საშინელი მოსასმენია ეს ყველაფერი. აი ამ ადამიანის და ამის ხროვის გვერდით რომ დგას 50 კაცია თუ 500 კაცია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამათ გვერდით რომ დგას ქართველი კაცი, მან უნდა იცოდეს ვის გვერდით დგას, რის გვერდით დგას და რის მობრუნებას ცდილობს საქართველოში. ჩვენ და სამწუხაროდ აი ეს ჯერ კიდევ და მოდით ეხლა მინდა ერთი პატარა ფრაგმენტი გაჩვენოთ ცნობილი ტაკარ კარლსონის ინტერვიუდან, რომელსაც ის იღებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალ ჩინოსნისგან. აი ის კაცი რას ამბობს იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც შემოედინება ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოში და რომლის გაკონტროლების მიზნით მოქმედებს ამერიკაში ეგრეთ წოდებული ფარას კანონი და რომლის ანალოგი საქართველოშიც არის მიღებული, მაგრამ რა ამბები მოყვა, იცით თქვენ, აი ეხლა მოისმინეთ პატარა ეპიზოდი, რას ყვება ამასთან დაკავშირებით ეს კაცი. როდესაც გსურს ამბოხების მოწყობა საქართველოში, სერბეთსა თუ უნგრეთში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ქსელს მიმართავთ. როცა უნგრეთი, სლოვაკეთი, სერბეთი და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის პოსტ-საბჭოთა ქვეყნები ცდილობენ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონები მიიღონ და გაარკვიონ, რა დოზით ფინანსდება მათი სამოქალაქო საზოგადოება, უცხოური მთავრობების მიერ ამ კანონებს რუსულ კანონად ფუთავენ. რეალურად კი უნდა ნახოთ ეს საპროტესტო აქციები, რომლებიც სასაცილოა. წარმოიდგინეთ, ხალხი გამოდის ქუჩაში და ითხოვს, არ გქონდეთ უფლება, რომ თავიანთ საზოგადოებაში უცხოური ძალის დაფინანსებაზე ინფორმაცია ჰქონდეთ. ითხოვენ, რომ თვალები ახვეული ჰქონდეთ. ჩვენ ასეთი კანონები გვაქვს ამერიკაში, მას ქვია უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი. ჩვენთან სისხლის სამართლის დანაშაულია და 5 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. თუ კი უცხოურ დაფინანსებას არ დაარეგისტრირებ. მაგრამ თუ უნგრეთი ან სლოვაკეთი ეცდება უცხოური აგენტების აქტის მიღებას, ამას დემოკრატიის საფრთხეს უწოდებთ, რადგან ეს NGO-ებს ნიღაბს ჩამოხსნის და ხალხი გაიგებს მათ რეალურ სახეს. წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე, რა გაუცხოვება საკუთარ თავთან, როდესაც ადამიანები გამოდიან ქუჩაში იმის გამო, რომ ჩვენ არ გვინდა კანონი, რომელიც შეგვატყობინებს ქართველ ხალხს ინფორმაციას მოგვასწვის, აი ამ კანონის საფუძველზე მივიღებთ ინფორმაციას, თუ რაში იხარჯება და როგორ იხარჯება და სად იხარჯება ის თანხები, რომელიც შემოდის უცხოეთიდან. ეს კანონი არ გვინდა, თვალება ახვეულები გვინდა ვიყოთ, ინფორმაციის ვაკუუმში გვინდა ვიყოთ და აი ამ მოწოდებით ხალხი გამოდის ქუჩაში. აი ასე გაასულელეს საზოგადოების მართალია პატარა, მაგრამ მაინც ერთი ნაწილია რა, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოება არ არის ჯერ კიდევ მყარი თავის სოფხედველობრივ ნაწილში, არ არის გაცნობიერებული საერთაშორისო ვითარებაში, ისე როგორც ჯერ არის, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ადამიანი ასე არ მოიქცევა. მით უმეტეს ადამიანები, ადამიანთა ჯგუფი ასე არ მოიქცევა, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ ასეთ რამებს ხედავთ და ახლა გადავალ საერთაშორისო საკითხებზე, მოკლედ მინდა ერთ თემას შევეხო, ეს არის ის, რასაც ქვია უკრაინისათვის მოხსნა შეზღუდვისა
შორი მანძილის, შორი რადიუსის რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა, რომელმაც რა თქმა უნდა გამოიწვია ძალიან დიდი ვნებათა ღელვა, იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად მესამე მსოფლიო ომისკენ გადადგმული ნაბიჯია, სხვას ამას ვერაფერს ვერ დავარქმევ და აი მინდა ყველაფერი არა, რა თქმა უნდა, მინდა გარკვეული პერიპეტიები წარმოგიდგინოთ, როგორ აისახა ეს ვთქვათ რუსულ სატელევიზიო გადაცემებში და სხვადასხვა გამონათქვამებში რა შეფასებები მოყვა ამას. Ცნობილი წამყვანი, ტელეწამყვანი Владимир Соловьев. Давайте смотреть правде в глаза. Конечно, Таурус, на мой взгляд, уже находится на Украине. Мы проходили через это несколько раз. Нам то же самое рассказывали про самые разные средства поражения, что да нет, дадим, да не такие, да не с той дальности, и они оказывались там. Конечно, понимая, как работает мозг украинской суицидальной военщины, они постараются нанести удар, что многократно проговаривалось как немецкими экспертами, так и сейчас и французскими по Крымскому мосту. Это самая жирная для них цель, принципиально важная, не имеющая военного значения при наличии сухопутного коридора в Крым, но имеющая исключительно общественный резонанс. Когда для них очевидная дата удара? День России, 12 июня. Ну и для того, чтобы окончательно показать свою нацистскую сущность, 22 июня. Я думаю, что как раз к 12 июня они попытаются испортить нам праздник и нанести массовый удар по Крымскому мосту. Мне кажется, что здесь, опять-таки, я рассуждаю исключительно как частное лицо, как ведущий, не мне принимать эти кардинальные решения, но я считаю, что необходимо сразу четко и ясно по всем средствам связи донести до немецкого руководства, каков будет наш ответ. И какие цели на территории Германии будут в ответ поражены. Почему на территории Германии? Напомню, что до Мерца, о чем я и вчера говорил, Шольц прямо говорил, что использование этих систем невозможно без немецких специалистов. И де-факто это обозначает вступление Германии в войну. Также украинская власть должна понимать, что будет использована метода встречного удара, ответного встречного удара, при которой будет уничтожен весь политический квартал центра принятия решений, находящийся в Киеве. Для этой цели, если надо использовать силы и средства, какие решат военные. Это совершенно не значит, что надо использовать для этого ядерное оружие. Но у нас достаточно сил и средств, чтобы решить вопрос с политическим центром противостояния в Киеве совершенно ясным образом. Поэтому я бы советовал на всякий случай жителям Киева вот вокруг этих дат не находиться в городе. Просто покинуть город, чтобы избежать случайных жертв. აი ერთი ფრაგმენტი, რომელიც ახლა მოგასმენინეთ. ეს რომ ადამიანს არ დააფიქრებს, ადამიანებს არ დააფიქრებს, ეს ადამიანები მე არ ვიცი რა კატეგორიას მიეკუთვნებიან. ეს არის უსაშინლესი ვითარება. ეს არის სერიოზული ნაბიჯი წინ გადადგმული მსოფლიო კატასტროფისგან, გლობალური კატასტროფისგან, მესამე მსოფლიო ომისგან. მაგრამ დასავლეთი რატომღაც ამ გზას ადგას ჯიუტად. ეს ის ძალები რომლის შესახებაც ჩვენ დღეს ბევრი ვისაუბროთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ეგრეთ წოდებული deep state-ია თუ რაღაც ჯანდაბა. ეს ძალები არ ისვენებენ და სოლოვიოვი მათ შეახსენებს, ეუბნება გონს მოდით, ცნობას მოეგეთ და თუ ასე არ იზამთ, თუ თქვენ არ გეყოფათ ძალა რომ გონს მოეგოთ, მაშინ შეახსენებს ასეთ შემთხვევაში რა შესაძლებლობები გააჩნია რუსეთს. Трамп раз за разом пишет, зачем, я не знаю. Но ясно, что он находится в каком-то этом информационном пузыре, не задает элементарных вопросов. Ну, что он пишет, что Владимир Путин не понимает, так это то, что если бы не я, с Россией уже случилось бы очень много плохих вещей. Я имею в виду действительно плохие. Он играет с огнем. При всем уважении к Дональду Трампу, мне кажется, что это Дональд Трамп не понимает. Ни России, ни Верховного Главнокомандующего. Кстати, некоторое время назад Владимир Владимирович дал ответ
по сути, на этот вопрос. Можно ли угрожать? Ну, угрожать можно кому угодно. России угрожать бессмысленно, потому что нас это только взбадривает. Мы изначально, и здесь опять-таки я сейчас передам слово точнее полковнику, мы изначально готовились к войне с НАТО. Поэтому, когда идут фразы о том, что можем сделать что-то плохое, я напомню, мы можем уничтожить весь мир несколько раз. И отвечая на мирные призывы Андрея Анатольевича, я напомню ему слова Верховного Главнокомандующего. А зачем такой мир, в котором нет России? Поэтому ни у кого не должно быть никаких иллюзий. Никакого смирения не будет. Не будет. А угрожать России? Ну, билетик возьмите, в очередь встаньте. Там много. А еще лучше посмотрите вот на могилы угрожателей России. Их там тянется за тысячелетнюю историю России столько. В чувство поэтому придите все. Просто все придите в чувство. Გონს მოეგეთო. გონს მოეგეთო. ეუბნება რუსული ცნობილი გადაცემის წამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი მთელ დასავლეთს. არ ვიცი მოეგებიან თუ არა გონს, მაგრამ თუ არ მოეგებიან, ასეთი შემთხვევისთვის იყო შეხსენება გაკეთებული. ჩვენ გვაქვს არსენალი, რომელსაც შეუძლია დედამიწის რამდენჯერმე განადგურება. და როდესაც იმ ქვეყანას ემუქრები და ცდილობ მის დაშლას, მის დანგრევას, მის დაჩოქებას, მის აღგვას პირისგან მიწისა, რომელსაც გააჩნია დედამიწის რამდენჯერმე მოსპობის საშუალება. ხომ არის ეს სიგიჟე? ხომ არის ეს შეურაცხადობა? ნაცვლად იმისა, რომ ამ უმდიდრეს სახელმწიფოსთან კონდეს ბიზნეს ურთიერთობები, პოლიტიკური, ეკონომიკური კავშირები, პარტნიორობა, ჰუმანიტარული კავშირები, რომელიც სასარგებლოა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, თუ გონივრულად იქნება ეს ყველაფერი გამოყენებული. ამის ნაცვლად ომი რუსეთთან რა ახირებაა, რა აკვიატებაა, წარმოუდგენელი რამ არის. სხვათა შორის, აი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს აქვს არსენალი დედამიწის რამდენჯერმე მოსპობისა და განადგურებისა, ერთ-ერთი სტუმარი მას იქვე შეეკამათა, ეს эпизоды საინტერესო მგონია. Давайте начнем с того, что мы не будем уничтожать мир ни несколько раз, ни даже одного раза. Мы уничтожим только то, что мешает миру. А вот так. Всего лишь навсего. Ну или так. А мир-то вообще он ни при чем. Ну чем нормальные там латиноамериканские, южноафриканские, африканские там, государства, азиатские, они-то чем виноваты, если Мерц, Макрон, Стармер и им подобные... Сам не хочу. Последствия ядерной зимы. Нет, ну это ж не обязательно. Не обязательно. Есть способы интересные. ძალიან კარგია თუ არსებობს იმის საშუალება, რომ მთელი დედამიწა კი არ განადგურდეს და კაცობრიობა არამედ განადგურდეს, როგორც სტუმარმა ბრძანა, ის ძალები, რომლებიც მსოფლიოს და მშვიდობას უშლიან ხელს. თუ ეს არსებობს, ძალიან კარგია, მაგრამ ეს ისე ადვილი გასარჩევი არ არის ერთმანეთისგან და რას რა მოყვება ღმერთმა იცის. სხვათა შორის აქ იყო ნახსენები ერთი ფრაზა ვლადიმერ პუტინის მიერ წარმოთქმული, უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე ფრაზა, რომელიც მინდა ეხლა შეგახსენოთ. Если кем-то принято решение уничтожить Россию, тогда у нас возникает законное право ответить. Да, для человечества это будет глобальная катастрофа. Для мира будет глобальная катастрофа. Но я все-таки как гражданин России и глава российского государства тогда хочу задаться вопросом, а зачем нам такой мир, если там не будет России? ხედავთ როგორ შეიძლება დადგეს საკითხი სამწუხაროდ ეს გამორიცხული არ არის შესაძლებელია საკითხი ასე დადგეს შესაძლებელია ამაზე კამათი სწორია ეს მიდგომა თუ არ არის სწორი ეს მიდგომა მაგრამ კამათი არაფერს არ ცვლის ჩვენ გვაქვს რეალობა
რომელსაც თვალები უნდა გაუსწოროთ. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩვენ არ გვჭირდება მსოფლიო, სადაც არ არის რუსეთის ადგილი, სადაც არ იქნება რუსეთი. აი, ასეთი შედეგები შეიძლება დადგეს იმ უგუნურების გამო, რა უგუნურების გზასაც დასავლეთი ადგას ჩვენ და სამწუხაროდ. და აქ მინდა ზელენსკის ერთი ნათქვამი შეგახსენოთ. Я думаю, что если Украина не будет присутствовать на саммите НАТО, это будет победой Путина не над Украиной, а над НАТО. ეს ისევ ნატოშია. ეს ისევ ნატოზე ფიქრობს. როგორც საქართველოში. სხვათა შორის დღემდე არიან ძალები საქართველოში, მათ შორის ხელისუფლებაშიც, რომლებიც ნატოზე ფიქრობენ. აი, აბსოლუტურად გარდასულ ეპოქაზე და ეტაპზე. გავლილია ეს ეტაპი, მაგრამ მაინც არიან ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით ფიქრობენ, როგორც აი ეს შლეგი, ვინმე ზელენსკი, რომელმაც შეიწირა მთელი უკრაინა, როგორც სახელმწიფო და შეიწირა უკრაინელი ხალხი, როგორც ხალხი ყოველ შემთხვევაში, მათი უზარმაზარი ნაწილი. აი ამ არამზადამ, აი ამ ნეოფაშისტმა ეს მოიტანა არა მარტო უკრაინაში, არამედ ცდილობს, რომ სოფლიო მასშტაბი მიანიჭოს იმ ტრაგედიას, იმ უბედურებას, რომელსაც ის უდგას სათავეში. უпростоრად, რომლის მისაღწევადაც დასავლური deep state იყენებს ამ გარეწარს. აი ასეთია ბატონებო ეს ვითარება. და ახლა აქვე მინდა ერთი მოსკოვური ულტიმატუმი მოვასმენინოთ. Москва требует письменный запрет на расширение НАТО, в первую очередь исключение вступления Украины, Грузии и Молдовы, снятие санкций, разблокировку замороженных российских активов, защиту русскоязычного населения в Украине, признание нейтрального статуса Украины и, разумеется, признание контроля над 4 регионами, уточняет Рейтер. Украина, Молдова, საქართველო არ უნდა იყვნენ ნატოს წევრები. გესმით? გაიგეთ თუ ვერ გაიგეთ. მე მგონი ყველაფერი გასაგებად არის ნათქვამი. და მე მგონი მთელი ის პროცესები, რაც ამასთან არის დაკავშირებული, გასაგები უნდა იყოს მარტივად. ამიტომ მარტო ხელისუფლების წარმომადგენლებს და მარტო პოლიტიკოსებს კი არა, თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს მოგვეთხოვება პასუხი იმაზე, თუ რა გზას ვადგავართ. თუ რა გადაწყვეტილებას ვიღებთ და თუ ვის ან რას უჭერთ მხარს. ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა გახლავთ. მერცის იმ განცხადებასთან დაკავშირებით მოეხსნას თუ არა უკრაინას შორი რადიუსების რაკეტებზე შეზღუდვა, გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ლავროვი. Прямое вовлечение в войну уже очевидно. Германия сползает по той же наклонной плоскости, по которой она пару раз в прошлом веке уже двигалась вниз к своему краху. Надеюсь, что ответственные политики в этой стране все-таки сделают правильный вывод и остановят безумие. კი ბატონო, მეც ვეთანხმები და მეც ასე ვარ გამშვალული ამ სულისკვეთებით, ამ რწმენით, ამ იმედით, რომ ვიღაცა გონს მოეგება, ვიღაცა სადღაც შეჩერდება და ვიღაცა მართლაც არ მოიტანს მსოფლიო კატასტროფას და საკაცობრიო კატასტროფას. თუმცა ეს ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, ამის დავიწყება არ შეიძლება და სხვათა შორის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აი მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე თავიდანვე აქვს პასუხი გაცემული. ზუსტად იმ დღეს, როდესაც მან უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. აი რა თქვა მან იმ ძალების მისამართით, რომლებსაც შესაძლებელია ცდუნება კონდეთ, რომ ჩაერთონ ამ ამბავში რუსეთის წინააღმდეგ. Теперь несколько важных, очень важных слов для тех, у кого может возникнуть соблазн со стороны вмешаться в происходящие события. Кто бы ни пытался помешать нам, а тем более создать угрозы для нашей страны, для нашего народа, должны знать, что ответ России будет незамедлительным и приведет вас к таким последствиям, с которыми вы в своей истории еще никогда не сталкивались. ეს არის ნათქვამი 2002 წლის 24 თებერვალს.
მას შემდეგ 3 წელიწადზე მეტი გავიდა. ეს დღე ჯერ არ დამდგარა. ჯერ არ გადმოულახავთ ის საზღვარი და ჯერ არ გადმოუკვეთიათ ბოლომდე ის წითელი ხაზები, რომელსაც შეიძლება რუსეთის ასეთი პასუხი მოყვეს, რომელიც ახლა თქვენ წინაშე განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ჯერ არ დამდგარა, მაგრამ შესაძლებელია დადგეს. მე ვიტყოდი ღმერთმა არქანას, რომ ეს დღე დადგეს. ეს უმძიმესი დღე იქნება მთელი კაცობრიობისთვის. ამიტომ ერთადერთი რაც დაგვრჩენია არის ის რა რიტუალიც, ტრადიცია და აქცია და დავნერგე ამ გადაცემის ბოლოს. ეს არის ის, რომ სანთას ვანთებ ხოლმე და პირჯვარს ვიწერ, რომ ყველაფერი სწორად წარიმართოს ზნეობის თვალსაზრისით, სინდისის თვალსაზრისით, სიყვარულის თვალსაზრისით, სისუფთავის თვალსაზრისით. ღმერთმა ქნას, რომ ეს ყველაფერი ასე იყოს. ღმერთმა ქნას, რომ ეს ყველაფერი ისე იყოს, როგორც განასახიერებს ის პატარა ანგელოზი, რომელსაც თქვენ ხედავთ ხოლმე ამ გადაცემის დასასრულს, რომელიც მიემართება ეკლესიის მიმართულებით, სანთლის მიმართულებით და როგორც თქვი, სიყვარულისა და სიკეთის მიმართულებით, სისუფთავის მიმართულებით. მოდით, აი ასე ვიმოქმედოთ, ასე ვიაროთ, მართლმადიდებლობის გზით, სიყვარულის და სიწმინდის გზით. ერთად ავანთოთ სანთლები, ერთად გადავიწეროთ პირჯვარი და ერთად შევსხოვოთ უფალს, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდობიანი, იყოს წყნარი, იყოს ადამიანური და იყოს ისეთი, როგორც უფალს უნდა რომ იყოს. ამით დავასრულებ დღევანდელ გადაცემას და დაგემშვიდობებით იმ იმედით, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს ისევ შედგება ჩვენი შეხვედრა გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.